partivo una mattina con vapore. გავალებთ, კარგად მოვაროთ მწევარ მეძებებს. განსაკუთრებით კი მერიმენს, ის დაიქანცა და დორბლე მოსდის. სილვერმა დღესაც გვასახელა. ხომ შევჭრეთ გზაჯვარეთან გაცემულ ყავს რომ მიაგნო. ვერა, მე მაგ ძაღლს ვერასოდეს შეოლეოდი. თუმცა ფასურად 20 გირვანქას წელინგს მომცემდნენ. რადა, ბელმანის მშვენიერი ძაღლია მილორ. დღეს მას შეჰყეფა გაციებულ ყველაზე და თითქმის წაშლილი ნაკვალევი ორჯერ იპოვა. არა მერწმუნეთ, თქვენს ძაღლებს შორის ის ყველას ჯობს. შენ სულელი ხარ, ეკო რომ ცოტა მკვირცხლი იყოს ის ჩემთვის 12-ასე ძაღლად ეგირებოდა. რა არის ესა? ყდარია თუ თვალი წევს ვინმე. ნახეთ თუ სუნთქავს. ეთყობა რომ ძლიერ არის შეხუნებული, თორემ ასეთ ცივ საწოლზე ის ნამდვილად ვერ იქნება. დილწი ცხოველი, ღორივით რომ გართხმუაგდები. ჰოი, პირქუშო სიკვდილო, რა საზიზღარია მსგავსება შენი. მინდა. მოდი, აქეთ მოდი. ერთიც და მოვახდინო. როგორ აფიქრობ, ბატონებო? ახლა ეს ლოთი სუფთა თივთვიკის ლოგიაში რომ გადააწვინონ, შემოსვენ წმინდა თეთრეულით, ძვირფას ბეჭდებით შევმკოთ თითნით და თანაც საწოლთან მადის აღძველი ნაირ-ნაირი საჭმელებით გაუწყონ სუფრა და მსახური დაუყენონ. როს გაიღვიძებს? არ დაივიწყეს ეს ბრიყვი თუ ვინ იყო უწინ? მერწმუნეთ ლორდო რომ ნამდვილად დაავიწყდება, მაგრამ დიდად კი გააოცეს მას გაღვიძება. ისევ თქმილი რომ სიზმარი ან მოჩვენება. მას აიყვანეთ და ყოველთვის კარგად მოაწყეთ, გადაიყვანეთ ფრთხილად. თანაც ამ ბინძურს სურნელოვანი თბილი წყლით დაჰყვანეთ თავი. თუ ლაპარაკი დაგეწყოთ, თქვენ დახარეს თავი და მორჩილებით შეეკითხეთ. რა სინებებს თქვა თქვენი ნათელი ბრწყინვალება და ამავე დროს ერთმა თქვენგანმა მიაწოდოს ვარდის წყლით სავსე ვერცხლის ლანგარი, შიგ ჩაბნეული ყვავილებითა. მეორე თქვენგანს ხელში სავსე სურა ეჭიროს და კიდე პირსახოცი. კიდევ აკითხეთ, თქვენს ბრწყინვალებას ხომ არ ნებავს ხელის დაბანა? ამავე დროს ერთმა თქვენგანმა მიაწოდოს მდიდრული ტანის სამოსი და სთხოვოს, რომელიც სამოსელის ჩაცმას ისურვებს. ზოგიც მისი ცხენების და ძაღლების ამბავს მოყვეს და თანაც დასძინოს, რომ მისი მეუღლე ლედი დიდად წურს მის ესოდენ ავადმყოფობას. მით დაარწმუნეთ, რომ ის დღემდე შეშლილი იყო და როცა თავის ვინაობას დაასახელებს, უთხარით, რომ ის კვლავ ბოდავს. ის სხვა კი არა, ძლიერი და სახელგანთქმული ლორდია მხოლოდ. მაშასე, ჩემო მეგობრებო, ეს ყოველივე შეასრულეთ სინდისიერად განზრახვისამებრ ჩინებული რამ გასართობი თამაში არის. თუ კი მოაწყობთ ჯეროვანის გონიერებით. გარწმუნებთ მილორდ, ჩვენს როლს ისე გავითამაშებთ, რომ მიენდობა თავის გულმოდგინაში თაგონებასა და დაიჯერებს, რომ ის მართლაც ლორდია სწორედ. მას აიყვანეთ, გადააწვინეთ ფრთხილად და მზად იყავით, როცა იგი გამოიღვიძებს. გაიგე რა ხმა ისმის. ქუჩის მსახიობები ბატონო, თუ კეთილინებებს თქვენს ბრწყინვალებას თავის სამსახურს თავაზობენ. უბრძანე რომ მოგვიახოვნო. იყოს თქვენი მოსვლა ჭაბუკნო. გულწრფელ მადლობას მივახსენებ თქვენს ბრწყინვალებას. ხომ არ აპირებთ თქვენ ამ ღამის აქ გატარებას? დიახ, თქვენი ბრწყინვალება კეთილინებებს და მიიღებს ჩვენ სამსახურს. მთელი გულით. ეს ახალგაზრდა კარგად მახსოვს. ერთხელ მისმინეთ
ერთხელ სცენაზე იგი ფერმერის ვაჟიშვილის როლს თამაშობდა და იშვიათი მოხერხების სთხოვდა ერთლების ცოლად გაყოლას. დამავიწყდა როლის სახელი. თქვენ თამაშობდით ბუნებრივად და მოხდენილად. გონებს ცოტას როლი ახსოვს თქვენს ბრწყინვალებას. სწორედ ის არის, საუცხოოდ გაითამაშეთ. კარგით, თქვენ სწორედ ზედგამოჭრილ დროზე მოსულხართ. მით უმეტესი რომ გასართობი რამ განვიზრახე, რისთვისაც ახლა სამზადისი მაქვს დაწყებული. ერთი ლორდია, რომელიც დღეს თქვენს წარმოდგენას უნდა დაესწროს, მაგრამ ვეჭობ თავშეკავებას ვერ მოახერხებთ, როს ნახავთ მის უცნაურ ქცევას, რადგან თეატრის წარმოდგენა ჯერ არ უნახავს. თუ ამის გამო თქვენ მხიარულ სიცილს დაიწყებთ, იცოდეთ, დიდად აწვენებთ. მიტომ გაფრთხილებთ, ოდნავ ღიმიც კი რომ შეგატყოთ, გაგინრისხდებათ. ნუ შიშობთ მილორ, ჩვენ მოვახერხებთ თავშეკავებას, თუნდაც ჩვენს წინ იყოს ქვეყნის და კი მასხარა. ხარული ვარ. საათიმსახურო წაიყვანეს საკუჭინაოში და ყოველ მათგანს ისე უხმად გაუმასპინძლით, რომ ნაკლებობა არაფრის იგრძნო ჩემს სახლში. დიდი მადლობა. რა პრობლემა? შენ კი წადი და ჩემი პაჟი ბართომიუსი გაარჩიო, რომ შეიმოსოს ლედის საბუთი, ისე მორთული წაიყვანე ლოთის ოთახში და იქ ეწოდე მოაჩვენო ლორდის მეუღლეს. ვიცი, ის ბიჭი მოხდენილად გაითამაშებს ლედის გარეგნულ მოთხილობას ხმასტასიაროს. მოუთმელა ძველი იმ წუწროს გავიგონებ, როცა ის იმ მოწკრძალვით ეთყვის ჩემო ქმარო. სახუნის სიცოცხლის სხვა შეიკავებენ, როცა თავდახრით თაყვასემერი მოწამწალო. წავალმეთ რჩევის მისაცემად. ეჭვი არ არის ჩემი ყოფნა შენელებს იმ სიცილ ხარხანს, რაიც უჩემოდ გადასცდება ზომიერებას. გულისათვის ერთი ტოლჩელუდი მომეც. თქვენს ბრწყინვალებას ესპანური ღვინო თუ ნებავს? ფილმს ხომანინებო თქვენი ბრწყინვალება. თქვენს აღმატებას დღეს რომელი ტანსაცმელი გსურს? მე ვარ კრისტოფერ სლაი, რად მიწოდებ ბრწყინვალებას ან აღმატებას? ჩემს სიცოცხლეში ესპანური ღვინო არ დამილევია და თუ სანაყრი გემეტება ჩემთვის როხშაპოხტი მომიტანე. როგორ ამკითხო თუ რომელ ტანსაცმელს ჩავიცვალ, რადგან იმდენი ზედატანსაცმელი მაქვს, რამდენი ზედატანი გამაჩნია, იმდენი წინდა, რამდენი წვივი, არც იმაზე მეტი ფეხსაცმელი მაბადია, რამდენიც ფეხი მაქვს. თუმცა არა, ხანდისხანი ფეხი უფრო მეტი მაქვს ვიდრე ფეხსაცმელი. ანდა ხშირად ისეთი ფეხსაცმელის პატრონი ვარ, რომლის საპირეებიდან გარეთ იჭვრიტებიან. ზედ სამაშოროს ეს ბოდება თქვენს ბრწყინვალებას. ოხრა ძნელია, როცა ასეთ მძლავრ და სათნო კაცს შთამომავლობით პატივით და ქონებით განთქმულს, ასე ამრევი ავისული დაეუფლება. ხომ არ გინდათ რომ გამაგიჟოთ, განა მე კრისტოფერ სლაი არა ვარ, განა მე ბერტონ თითელი მოხუცის სლაის შვილი არა ვარ, დაბადებიდან მე წულმანი და ხელობით ბანკოს კეთებელი. მერე ხომ დათვის მე პატრონი ვიყავი. ამ ბოლოს დროს კი მე თუნქეობა დავიწყე. აბა კითხეთ მერიან ფეკეთს, იმ მუინკოტელს უკან მე უკანის ცოხს, თუ არ მიცნობს. თუ მან არ დაადასტუროს, რომ მე მისი 14 პენსი მართებს მარტო ლუთისა, მაშინ გამწყებრეთ, როგორც ყველაზე მატყუარა და ოხერი მთელ საქრისტიანობაში. დიახ, მადლობა უფალს, მე შეშლილი არა ვარ, მომცივი. აი რატომ წუსვით წარეთ თქვენი მეუღლე ლედი? აი რა ატარდებს თქვენ ყველა მსახურს. აი, ამიტომ გაურბიან ნათესავები დაქვეითებულ შენ სახლს, შენი შერყევის გამო. გაიხსენე, შენი დიდი შთამომავლობა, კეთილშობილო ლორდო, შენი ნათელი აზრი კვლავ მოიკრიბე და განფანტე ავისიძვრები. შენ ხე მსახურნი რა ერთგულად თავს გევლებიან, ყველა მზად არის შეასრულოს შენი ბრძანება. თუ სიარული გსურს, გვიბრძანე და მთელ დედამიწას მოვფენთ უტურფეს სურნელოვან ვარწყავილებით. ან იქნებ ცხენზე ჯდომა გინდა, მას შეგიკაზმავთ არჩეულ ცხენებს, რომელიც ზურგზე უნაგირები იელვარებენ ოქროთი და თვალმარგალითით. იყვას ქონებით ნადირობა. ოღონდ თქვით, რომ დამფრთხილ ნადირის გამოეკიდოთ თქვენი მწევრები, თვით ირმებზე სწრაფნი არიან და უმკვირცხლესნი ველზე მქროლოვნი ამორებზე.
გიყვართ ხატრობა. გვიბრძანეთ და უმალ მოგიტანთ რასაცინებებ. შენ ხო ლორდი ხარ, ხოლო ლორდი და სხვა არავინ. ხოლო მეუღლე შენი თანა მოსაგრე უტურფესია ჩვენი დროის ყველა ქალებზე. და სანამ იგი თქვენი სენის მიზეზის გამო ცრემლს დააფრთხოდანას ხაწვებზე ვისწრაფ მიაღვას. მთელს ცისქვეშეთში უტურფესი არსება იყო, მაგრამ თვით ახლაც მას ვერავინ შეედრება. ნუ თუ ლორდი ვარ, ნუ თუ მე მყავს თიცოლი. იქნებ სიზმარში ვარ, ან იქნებ მე სიზმრებოდა. არ მძინავს, ხედავ მესმის და ვლაპარაკობ. ნოსავ ტკბილს სურნელს და კარგად გზნობ ამ რბილ სარეცელს. ფიცავ განგებას, რომ მართლა ლორდი ყოფილვარ. ლორდი და არა მე სპილენძე კრისტოფერ სლაი. კარგი მომგვარეთ ჩემი ლედი, ჩემი მეუღლე, მაგრამ კიდევ ვთხოვთ ერთი ტოლჩა ლუდი დამისხათ. ხელის დაბანას ხომ აძლევთ თქვენი წინალება. მოხარული ვარ, რადგან წავით თუმცა ბრძანდებით. 15 წელი გაატარეთ მძიმე სიზმრებში და გამოიღვიძეთ როგორც წინარემ. 15 წელი. ატკიოსან სიტყვას ავფიცავ, ეს დიდი დროა. მერე სულ არ ვლაპარაკობდი. როგორ არა, მაგრამ ყოველ დუაზრო სიტყვებს. ახლა კი მადლობ უხალ ჩემი მორჩენისათვის. ამინ. მადლობ თქვენ ასეთ ქცევით არას წააგეთ. როგორ მზანდება კიდევ შობილი ჩემი ლორდი? კარგად გახლავართ, რადგანაც აქ ხიარულება სულ არ მაკია, მაგრამ ჩემი ცოლი სად არის? აქ გახლავარ, ჩემო კეთილო ლორდო, რას მიბრძანებ? ახ, ეს შენ ხარ ჩემი ლედი, ჩემი მეუღლე? მე რა არ მიწოდებ ჩემო ქმარო? ლორდი მე ჩემი კაცებისთვის ვარ, ხოლო შენთვის ქმარი ვარ, შენი პატრონი. დიახ, მაბადიერ, ჩემი ქმარი და ჩემი ლორდი. მე კი ერთგვარი და მორჩილი ცოლი ვარ თქვენი. ეს ვიცი, მაგრამ რა სახელი უნდა გიწოდო? ქალბატონი. მაშ ქალბატონო ცოლო, ერთი ესეც მითხარი. მართალს ამბობენ, რომ თითქოს მე ძინად 15 წელი და მძიმში გავატარე. დიახ, და ეს დრო მე 30 წლად მეჩვენებოდა, რადგან ამ ხნის განმავლობაში სარეცელით თლად განმეცალეთ. მეტის მეტია, მას სახურებო, დაგყვეთ მარტო. შენ კი ქალბატონო ცოლო, ახლა ტანს გაიხადე და დაწექჩე. იცით, მინდა გთხოვოთ, რომ მოიცალოთ კიდევ ერთი ან ორი ღამე, ან საღამომდე მაინც, ვიდრე მზე ჩავიდოთ ეს, რადგან თქვენს კუნა თქვენი სენის განმავლობის შიშია და ჩემგან ძალიან სასტიკად ითხოვე, რომ საწოლი არ გაგიზრდათ კიდევ ერთი ან ორი ღამე. იმედი მაქვს, რომ ეს ბოდიში გამართებს ჩემს მიზეზს. იმედი მაქვს, რომ ეს მიზეზი გამართებს ჩემს ბოდიშს. ეშმაკმა უწყის თუ რამდენად ძნელია ჩემთვის ამ საქმეში დაგწდა, მაგრამ რადგან აღარ მინდა რომ ჩემს სიძმრებს კვლავ დაუბრუნდე, ძალოვნებურად დავიცდი, თუმცა ჩემი სისხლის და ხორცის ამის წინააღმდეგ. თქვენი წინვალების სახეობა შეიტყვეს თქვენი განკურნა და მოვიდნენ რომ შეგაქციონ სასიამოვნო კომედია. ეს თქვენს ექიმებს მოსახდენ საქმეთ მიაჩნდათ, რადგან დარწმუნდნენ რომ მეტის მეტად მოწყენა თქვენს სისხლს გაყინავდათ და მოწყენა ხომ ძიძა არის თვით სიგიჟისა. ამიტომ მეტად კარგი იქნება მოიხილოთ წარმოდგენა, რაც დაგიბრუნებთ სამხიარულო ბუნებას და სიცოცხლის ხალისს.
ჩენციო, რა გჭირთ? დიდად მეტად რომ ენახა ჩემო ტრანიო. ურფა პადუა, ეს აკვანი მეცნიერების. მუდამ ერთგულო და ნაცადავს ახურო ჩემო. დავრჩეთ აქ ერთად, ბედნიერად ვიმეცადინოთ. დაგურმოდგინეთ მიყოთ ხელი ცოდნის შეძენას. ფიქრობ ტრანიო რომ მოტანებით შეუდგეს სწავლას. და უფრო მეტ გულმოდგინებით ფილოსოფიის იმ ნაწილში ვიმეცადინო, რაიც ეხება მარტოოდე ბედნიერებას. შენ რაღაც იტყვი მეგობარო, თქვი შენი აზრი. ბატონო ჩემო, მე ყველაფერში გეთახმები და თანაგებდო. მახარებს დიდად რომ მტკიცედ გადაწყვეტილი ფილოსოფიის უდღბეს შარბაც ღმად დაეწაფოთ, მაგრამ ერთ შარს გადაგებდავთ. თუნდაც სანამ გვიტაცებ ჩვენ სწავლა და მეცნიერება, ნუ გაგვიტაცეთ უსაზომო ჩვენ ერთგულება არისტოტელეს ეთიკისა, რაც გვაიძულებს ოვიდიუსის ხელაღებით უარყოფასა. დაი, ლოგიკა აბერტიშეთ ნაცობთა შორის. საუბრისას კი რიტორიკას მიმართეთ ხოლმე, უხმეთ მუსიკას, პოეზიას გასამხნელებლად და ამავდროულად ალგებრას და მეტაფიზიკას თქვენ დაეწაფეთ მხოლოდ იმ გარდზომიერებით, რამდენადაც მას თქვენი კუტი მოინელებდეს. მოკლედ ბატონო, ჩემი აზრი ასეთია. ისწავლეთ იგი, რაც ყველაზე მეტად გიზიდავთ. მადლობ ტრანიო, შეერჩევა ჩინებულია. ნეტავი ახლა ბიონდელო ნაპირზე იყოს გადმოსული, რომ დრო როდინში არ დაგვეკარგა. მაგრამ მოიცა, ეს რა ხალხი მოდის აქეთკენ? კმარა, გეყოფათ ბატონებო, ნუ ღარ მაბეზდებთ. თქვენ უკვე იცით რომ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. არ გავათხოვო მე უმცროსი ქალი, მანამდე სანამ უფროს ქალს კატარინას ქმარს არ უშოვე. თუ ერთ-ერთ თქვენგანს კატარინა სურს რომ შეირთოს, რადგან ორივეს კარგად გიცნობთ და მიყვარხართ, უფლებას გაძლევთ ეაშიკოთ და მოირიგოთ. შენ ხომ არ აქვს უსს, ჰორტენზიო, შეირთო ცოლი. ბატონო ჩემო, რატომ გნებავთ რომ გამაწბილოთ ამ ჩემს ტოლებთან? ტოლებთანო, რა გსურთ მაგითქოთ? აქ თქვენი ტოლი არ ვინ არის? სულ სხვა საქმეა თქვენ რომ ნაზი და ოდნავ სათნო ყოფილიყავთ. ო დამიჯერეთ, რომ ვერც მაშინ ეხერსებოდით, მიხკარებოდით, ოდნავ ჩემს გულს სათნო ბატონო. ხოლო თუ კი ეს მოხდებოდა, მე ვიზრუნებდი სამფეხას კამით დამევარცხნე თქვენი გოგრა. ეგ პირისახე ჩემეთქუბნა ჭვარტით დამური და გამეხადეთ სასაცილოდ და კი მასხარად. მერთა კეთილო მიხსენ ასეთ აკაჯისაგან. მეც დამიფარე, გევედრები, ჰოი, უფალო. ბატონო ჩემო, თმარად ვიყოთ. აქ რაღაც კარგი ხუმრობა უნდა მზადდებოდეს. ის კუდიანი აშკარა გისგავს, ან საოცრად უკეთებია. მაგრამ მეორეც გამოსულ ნომერში ვხედავ. ხალის და ხევას და სიწნარეს. მომატრანი. რა ჩვენ გითხარით ბატონებო, მას შევასრულებთ. შედი სახში ჩემი ბიანკა. საბრალო კრავით. საუცხოოთ რო თვალთ მაგცობს მუდამ და კარგად იცის რა სარგებელს მოიხვით სამით. შენ გიხაროდეს დაო ჩემი უბედურება. ბატონო ჩემო, მოთმინები და მოგზალები თავს ვუთვით თქვენი მშობლიური ნების წინაშე. წავალ და ისევ ჩემს ოთახში ჩავიკეტებით. ვიკითხავ წიგნებს, ვივარჯიშებ საკრავებზე და მხოლოდ ამით გავერთობით. ორი დაუგდე, იმ შენი არ ასულ ტრანიო. თვით მინერვა ლაპარაკობს იმის ბაგი. ბატონო, ნუ თუ ასე მკაცრო ზოგით მოექცე. ნუ თუ მას მართლა გალიაში გამომწყდება. თხოვთ რომ დამშვიდეთ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი. ვიცით, ბიანკას რაოდენ თავდავიწყებით უყვარს მუსიკა, პოეზია და საკრავები. ამიტომ სახში ვიყოლიებთ შესაფერის მასწავლებლებს, რომ ჩვენი ასული შესაფერის ცოდნით აღჭურვან. თქვენ ბატონო ჰორტენზიო ან ბატონო გრემიო, მოგზავნეთ ჩვენთან თუ კი ასეთ ოსტატებს იცნობთ. აც კი მშვიდობით. კატარინა, შენ შეგიძლია აქ დარჩე, რადგან ბიანკასთვის სათქმელი რამ გვაქვს. რატო დადავრჩე? მაჩანჩალა ხომ არ ვარ თქვით რომ ისო ვაკეთო რაც ხვებს სურთ. თითქოს მე თვითონ არ ვიცოდე თუ რა მომწონს მე და რა არ მომწონს. ო ვერ მოგართვი, წასვლა მინდა და წავაგდე. ხედავით ჰორტენზიო. როგორც ხედავ, ჩვენი კვერი ჯერ კიდევ არ გამოცხარა. არც ქვეშიდან და არც ზევიდან. მაგრამ არა უშავს რა. ჯერჯერობით შეგვიძლია ვიმარხულოთ. რაც შეეხება მშვენიერი ბიანკასად მის სიყვარულს, იმით დავამტკიცებ, რომ თუ კი შეხვდი შესაფერ ადამიანს, ვინც ამას საყვარელ საგნებს შეასწავლის, უმალ მამამის გამოუგზავნა. მეც სწორედ ასე მოიქცევი ბატონო გრემიო. თან ამასაც გეტყვით. თუმცა დღემდე ჩვენ ერთმანეთთვის უცხონი ვიყავით. ამიერიდან როგორც ხედავთ, საერთო მისწრაფება გვაკავშირებს.
თუ გვწადიან რომ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ჩვენი ოცნების საგანს და ვიყოთ მშვენიერი ბიანკას სიყვარულის ბედნიერი მეტოქენი. ჩვენ ერთი საქმე უნდა მოვაწყოთ. და მე ეგანა რა საქმეა ნეტავ ისეთი? მის ჭირვეულდას ქმარი უნდა გამოუნახოთ. ქმარიო ბძანეთ, ესე იგი თვითონ ეშმაკი. მე ვამბობ მე ქმარი. კი ვამბობ ეშმაკი, რადგან თვითონ ეშმაკიც ვარ სიტყვის იმის ქრობაზე. მოიცმინეთ ბატონო გრემიო. მართალია თქვენ მას ვერ იტანთ და სწორია ის რომ არც მე მყოფნის მოთმინები პაპასის აურზაური სასატანო. მაგრამ ქვეყანაზე ბევრი ახალგაზრდა და შესაძლოა ჩვენ შევხვდეთ სადმე ისეთ ბრიყვს, ვინც მას წაიყვანს მთელი მისი ნაკლი და საკმაოდ დიდი მზითვით. მანამდე კი დარჩეთ მეგობრად. ვიდრე ბაპტისტას უფროს ქალს ქმარს მოუნახავდეთ და ამით მისი უმცროსი დის გათხოვებას გზას გავაკაფავდეთ. მერე კი ჩვენსაც ეცადოთ დემშვენიერი ბიანკა მას დარჩეს, ვინ ჩვენ შორის უფრო ბედნიერი აღმოჩნდება, ვისაც სწრაფი სირბილი შეუძლია და მიზანთანაც ადრე მიაღწევს, ცხადია გამარჯვებაც იმას ერგება. რა სიტყვის ბატონო გრემია? ასე იყოს, თანახმავარ. ბატონო ჩემო, ნუ თუ მართლა ეს შესაძლოა რომ სიყვარულმა კაცი ასე უცბად შეიპყროს. არც მე მეგონა რომ ეს იყო შესაძლებელი. ვიდრე არ მივწვიდი ამურყევერ ჭეშმარიტებას. აქ უზრუნველად ყურს უგდებდი მათ ლაპარაკს. დამის ახილონ გამიღვიძა მე სიყვარული. ჩემო ტრანიო, ძვირფასი და მახლობელი ხარ და ამიტომაც გულახდილად გამოგიტყდები. მე ვიტანჯები, ვიწვი და მთლად დავიღუპები. თუ ის ასული ჩემს საცოლედ არ დავიგულე. შენ ტრანიო, ხომ შეგიძლია რომ დამეხმარო მეგობარო? თქვი ხომ მიშველი? ახლა წამით რო აღარ არის ბატონო, რადგან დაწვით ვერ გამდენი ხობას უნდა. ხო სიყვარულმა დაგიმანოთ, ჯობ შევდიგდეთ. გმანდრო, განაგრძე, მე მაგ სიტყვამ დიდად მამა. ბატონო, ისე გადაცებით უცქერდით იმ ქალს, რომ იქნებ მთელი ამბის კვანძი ვერ კი შენიშნეთ. ო, მე შევნიშნე მისი სახის უცხო მშვენება. ახსავს ეკრძალვით, სინაზით და უმხიბლაობით. სხვა არაფერი? ვერ შენიშნეთ მას უფროსიდან, რომ ლანძღვის დააყენა კორიანტელი. მარჯნის ვერ ტუჩთა მოძრაობას ხედავდი მისას. დამის თუნთქვა ჰაერსაც კი სულნერს მატებდა. იგი წმინდაა მომხიბლავი მთელი არსებით. ახლა კი უნდა ბურენიდან გამოვიყვანო. თუ ის ასული შეგიყვარდათ, გუაგონება მოიკრიბეთ და იცოდეთ იგი ხელში ჩაიგდოთ. მთელი ამ საქმის ვითარება კი ასე გახლავთ. იქ ქალს უფროსი დაყავს. ანჩხლი და ჭირვეული. და ვიდრე მამამ მას თავიდან არ მოიჩაროთ, მანამდე თქვენი საწერფო ასე სახში იჯდება. ვიტომ ჩაკეტა იგი მამამ ოთახში, რომ თხოვნელებმა თავი მეტად არ მოაბეზრონ. რასაც იქ მამა ყავს მას, მაგრამ ხომ გაიგონე მისი ნათქვამი? ედებს გამოცდილ მასწავლებელს ბიანკასათვის. დიახ, და მე გეგმაც კი მოვისაზრე. მეც მოვიფიქრე. გარწმუნდეთ, რომ ორივე საზრი ერთი არის. აბა ჯერ შენ თქვი? განძრა. თორედა გახდეთ მასწავლებელი. სწორედ ასეა. მაგრამ შევძლებთ კი ჩვენ ამ საქმის შესრულებას. არ შეიძლება. მას თქვენ სახს ვინ გაუძღობა ისე როგორც შეფერის ვინჩენციოს ღირსეულ შვილსა. კმარა, შეჩერდით. უკვე ვიცი რა მოვაგვარო. აქ არც ერთ სახში ჯერ ჩვენ არავის არ უნახივართ. არავინ გვიცნობს სახეს როგორც ბატონს და მსახურს. და ამიტომაც ათ შენ იქცევი ბატონი და შენ გაუძღები სახლის საქმეებს. მე კი სხვაუნდ გადავიქცევი. თქვათ ფლორენციე, ან ნეაპოლი, ან კიდევ პიზელღატაკად. მორჩა გადაწყვიტა შევასრულოთ რაც გავინჯახეთ. აქვე მომეც შენი დასაცმელი და გამოეწყო ჩემს სამოსელში. ათ ბიონდელო გეყოლვა სახურად. მე დავირიგებ რომ დაიმოკროს ჭარტალაინა. თუ საჭიროც ეგრე იყოს. როგორც გენებოდ. აქ წამოსვლისას მამა თქვენმა ასე მიბრძანა რომ ჩერცვას ყოველ მხრივ სამსახური გაუწიო. თუ საისამას სხვა აზრით ამბობდა მე მაინც ზადვარ გავხდი აწმულ შენს. რადგან მე იმედის მეტად გიერად მიყავს. დიასა იყო შემოგარგო. ათ ლუჩენციო შეყვარებული არის უხთოს. თუნდ მონადივქცე. თავს არ დავზოგავ, ოღონდ იმას კი დავეუფლო ისა და ხომ დააწყვეტა ჩემი თვალები. აი გამოჩნდა გაიძვერად.
მოდი აქ, მოდი. სად ბრძანდებოდი ვაჟბატონო? მე სად ვიყავი თქვენ თვითონ სად ხართ? რანიო თქვენ თუ ჩვენტანიო გაფრთხილდეთ. ღმერთო თქვენ თქვენთი გაგიძარცოთ რა ამბავია? აქეთ რომ ბრძანდი ვაჟბატონო, ხურავისათვის არ აქვს არია. და შენც ისე უნდა მოიქცე როგორც ამას რომ მოითხოვს. კეთილტრანიოს სულ სიცოცხლე შემინარჩუნოს და ამიტომაც იცვამ ჩემს ტანსაცმელს და ჩემს სახეს იღებს. მეც მის ტანსაცმელს ვიცვამ თავის გადასარჩენად. დღეს ამ ნაპირზე გადმოსვლისას ჩხუბში უეცად ვიღაც კაცი შემომაკვდა. შემოგაკვდა. გონი შემნიშნეს. კი ბრძანებს, სანამ გაქცევი თავს უშველიდე, ჯეროვან ზრუნვით ემსახურო ერთ გულტრანიოს. ხომ გესმით რა ვთქვი? მე ბატონო სულ არაფერი. კრინტით არ დაძრა ტრანიოსზე, რადგან იგი გადაქცეულა ლუჩენციოდ. ნეტო მე ჩემს ამასა გარდაგვთენიყავი. მეც ხარული ვიქნები რომ ასრულდეს ნატრაბაკისას. თუმცა ხალის თვალთესისა. ჩემთვის არა გვიყო ბატონისათვის. შენ აქედამე თქვით იყავ. ეცადე თავის დაჭერა ღირსეულად შეგეძლოს ხალხში. როცა ბატონი ვიყავ, მაშინ ტრანიებს ვიდე. ხორთან კი, შენი ბატონი ვარ. მე, ლუჩენციო. ტრანიო, აი კიდევ რა გევალება. შენი მასულის მოწფიარე ხმაწვილ კაცს შორის. უნდა ეცადო ჩაერიცხო დაუყოვნებლივ. თუ მკითხავ რატომ? ამისათვის საკმარისია რომ მე უკვე მაქვს ნამდვილი და მძიმე მიზეზი. დავთმე ვერონა დროებით და მოვალ პადუას რომ ვინახულო მე აქაურ მეგობართა წლია საკუთრებით ჩემი ნაცადი და საყვარელი მეგობარი სიყვარულისა გონტე ეს არის მის სახლი ჰეი გრუმიო აბა ყოჩა გადაყირავდი ჩვენ აქ დავარდათ დავარტყათა? ვის დავარტყათ ბატონაჩო? განაქვინე მაწყეინა თქვენს მოწყალებას. ო არა მზადავ დარტყმა მინდა მე შენგან გესმის დარტყმა? სურთ ჩემგან? მე ვინ მომცა ამის უფლება? დარტყმა სურს მეთქი სალახანო გესმის თუ არა დამირახნეთ რომ გირტყავ მასუნელ გოგრაში ჩემი ბატონი ჩხუბის გონებაზე ბრძანდება, მაგრამ ახლა რომ გავფიქრე და მართლაც დავარტყა. ხომ ცხადია რომ ბოლოს ისევ მე მომხდება. კიდევ ჭირდა? მას დარტყმაზე უარს მიბედავ? აი ესე შენ! რა ბატონი? ნახოთ ახლა როგორ მიმიხერე. რუმიო შენა? ო პეტრუჩიო, ჩემო კეთილო მეგობარო, როგორ გიკითხოთ? ვერანაში როგორ ბრძანდები? ჩემო კეთილო ხორნეზიო, თქვენ აქ მოხდით რომ გავოშებლოთ? მოდი გრუმიო, შენ და ბატონს მე შეგარიგებ. განა, ახლა მე კანონიერი საბაბი არ მოხდ რომ დავანებო თავი მაგასთან სამსახურს. აბა განსაჯეთ. თვითონ მიბძანა დარტყმა. აბა მაგრაო, დიახ, მაგრა დარტყმა მომთხოვა. განა შეფერის მსახურს ბატონისადმი ასე მოყრობა. ღმერთს გეფიცებით მე რომ პირველად დამერტყა მისთვის გრუმიამით სულ არაფერს არ წააგებდა. ხეხეთში ბრიყვი არ ამზადა. ო მაწანწალა. ჩემო კეთილო ხორნეზიო, მე მას უბრძანე შენი სახლის კაცზე დარტყმა. მისი დაბრუნება ბრძანების შესრულება ვერ ვაიძულე. კარზე დარტყმაო. ღმერთო ჩემო ერთი უყურეთ. თქვენ თვითონ არ ამბობდით დარტყმა მინდაო? მე შენგან მაგრა დარტყმამ სურსო ასე აბრძანეთ? განიბრახუნე რაც კი დაიდაღონე გაქვსო. ახლა კი გინდათ რომ ეს კარებს გადააბრალოთ? გაეთრიე ბატონო, ენა ჩაიგდე. ხოთ მაიცმინო პეტრუჩიო. თვით მელკისრულობ გრუმიოსეთის თავდებობას. რომელმა კეთილმა ქალმა მოგიყვანა თქვენ ვერანდა? იმ ქალს გამოყევ მე, რომელიც ახალგაზრდობას ქვეყნიერებას მოსდევს ხოლმე ბედის საძებნად. სადაც კაცი ნელ-ნელა იძენს გამოსვლებას. მოგლეთ ბატონო, ჩემი საქმე ამგვარად ახლა. აც მამა ჩემი ანტონიო გარდაიცვალა და გულისჭაურის სასულთნოდ გავიხეტები. ნახულობ ქვეყნებს თან მოდიერ ცოლის შერთვასაც. და თუ მსწავლობ მათ საკუთარი ქულიც ხანებაც, მაისლურ შევძინო დიდი ზეთი და შექმნა ყუდროჯეხური კეთილი. რა კეთია? მაინც პირდაპირ საქმე შევუდგეთ. მე გაგირიგებ, ჭირვეო, აუყია თავს.
თუნდაც მართალია შენ ამისთვის ბოლოს ინანი, მაგრამ გვირდები, რომ ის სამოძიეროდ დიდარია და მეტის მეტად დიდარის. მაგრამ შენ ჩემს მეგობარს მისთვის მაინც ვერ გაგიმედა. ბატონო ჩემო, ისეთ ახლო მეგობარს შორის როგორც ჩვენ ვართ, ორი და სიყვაცი იქმაროს დიდი საქმის გასარიგებლად. და თუ მართლა ისო პეტრუჩეს შესაძლოა დიდარ საწოლეს და იყოს მკაცრი, უჯიათი, კუხტეს, გვინავდეს, ადრეტის გოლონის ზღვის ტალღების მსგავსად. მაინც მე უკან არ დავიხილოთ პოდოს მეთქი ჩამოვლო, შევითომ დიდარი სული. აი, ბატონო, გამხედავ. ყველაფერი გულახდილად გადმოგილაგად. მიეცით მას საკმაო ოქრო. და უარს არ იყო შეერთოს თუნდაც თოჯინა, თუნდაც ლითონის ფიფინური ან უკბილო ჭინკა. ან ბედერი ჯაგლაგი, რომელსაც 52-ზე მეტი სენიჭი. დია, ფული მიეცით მეთქებონ, ფული იყოს და ეგ არაფერს უგადრისებს. გაკიაცეა, მას პირდაპირ საქმე შეუდგეთ. მე შემიძლია გაგირიგო კეთილშობილი ოჯახი, ზრუნვით, ნებიერი და ხტირი ქალი, მეტად დიდარი, ახალგაზრდა, თანაც ლამაზი. ერთადერთ მის ნაკად მხოლოდ ის ჩაითვლება, რომ ხასიათი ჯიუტი და ჭირვეულია, ზომაზით მეტად კაპაცი, იმდენად ანჩხლი, რომ პირადად მე მათ ხორობას უფრო ვარჩევდი, ვიდრე მის შერთვას, თუნდ მოეცათ ოქროს მადნებით. ჩუ ჰორტენზიო, ოქროს ფასი შენ არ მწოდნია. მითხარი მის მამის გვარი და ეგ იქმარებს. ბაპტისტა გახლავთ მამამის. გვარად მინოვა, მის ქალიშვილს კატარინა ჰქვია სახელად. ბაპტისტას ვიცნობ, გასვენებულ მამას იცნობდა. მის ქალი კი ჩემთვის უცხო და უცნობია. ვერ დავიძინე ჰორტენზიო, ვიდრე არ ნახავ მე იმას უცა. ნუ ჩამდგრე გადნებათ, რომ სულს დახტოვა შემოდის პირველი წამშივე. მაგრამ იქნებ წამოყვე, ვითან ამგზავრო. მას მოიწმინე პეტრუჩიო, მეც გამოყვე. ბაპტისტას ხელში არის მთელი ჩემი საუნჯა, მისი უმცროსი ქალიშვილი, ტურფა ბიანკა. მას არ გვაჩვენებს არც მე და არც ჩემს მეტოქეებს. ჰორტენზიო, რა კარგი ბეძე შეხვდით. აბა თუ მიხდი სად მიდიო? ბაპტისტას სახლში. გაფერდი უნდა მომეძებ და მე გულმოდგინედ მასწავლებელს შენიერი ბიანკას. დაი ბეძე შეხვდით კიდე სამხელგაზრდას. სწავლობით და ყოფაქცევით მისთვის შესახებ. კარგად გარჯილ ხართ. მეც დამპირდა ერთი ნაცნობი დახელმებული მუსიკოსის მონახვას ბიანკასთვის. როგორც ხედავთ, არც მე ჩამოვჭი, რომ დაუმტკიცო ერთგულება ჩემს ძვირფას საქმეს. ჩემი საწყო ამას მე საქმით დაუმტკიცე. თავისი ქისით დაუმტკიცე. კმარა გრემიო, აქ სრულები თუ ადგილობრივ სიყვარულის საქმეებზე მსჯელობა ვიწყოთ. თუ პატიას ნაწყულს დამიგდეთ, გაგიზიარებენ ახალ ამბავს. ორივესთვის სასიამოვნოს. ამ კეთილშობილ ადამიანს შევხვდი შემთხვევით და საქმიანი საუბრიდან გამოვარკვიე, რომ გულითასაც კატარინას გამომიჩნევდეს და შეერთოს კიდეც მუზითვე მოეწონება. ნეტავის სიტყვა მუდამ საქმით შესრულდებოდეს. მერე უამბეთ მისი ყველა ნაკლებანება. ვიცი რომ ის თურმე კაპასია, ანჩხლი, ბუსღუნა, თუ არის ნაკლი, აღჭიროს მე თანახმა ვარ. მეგობარო, სადაურდე? მე ვერონიკა ვარ. შვილი გახლავართ მოხუცებულ ანტონიოსი. და თუმცა მამაჩემი გარდაიცვალა, მისი ქონება შეადგენს ყუთნიებას ჩემსას და იმედი მაქვს შვიდი და ბედნიერი ცხოვრებისას. ასე ცოლთან შვიდი ცხოვრება უცნაური რამ იქნება, მაგრამ თუ მაინც არ დაიხდე და განზრახვაზე ვარ სარიცხო, ღმერთით ფარავდი, მე ცხოვრ დაგეხმარებ. არ ხუმრობ, მართლა შეერთავთ იმ გარევკათა? თუ კი ვიცოცხლე. მე კი იმ კატას წავაგჩობ, ჩემი გოგო. თუ მას რა ჩამოვალ პადოშტის შემახტავს და სვენას დამირჩევს დედაკაცის სუსტი წარი. უდაბნოში მე მსმენია ლომის ღრიალი. ზარბასანთ გრგვინვა, ცის შემძრავი ჭიქაგუხილი, მომაგდოთ გმინვა, ხელჩართული ბრძოლის ყიჟინა, ცხენთა ჭიხვინი და ბუკის ხმა თავს არ წამწენი. თქვენია გინდათ, შემაშინოთ დიაცის ენი, რომელიც უძლურს სიახლიდან იმასოთ სუსტად კაცნობს, ვიდრე წავლი გინეთის მხარში. კმარა, ბავშვები შეეშინეთ კუდიანები. ბატონებო, მერტი იყავთ თქვენი ფარველი. ყავთ მოგიტებოთ შეწუხებად და მიმასწავლოთ უმოკლესი გზა ბაპტისტა მინოვას სახლისკენ. ორი ლამაზი ქალის მამის სახლისკენ. დიახ, იმისი, დიემბელ ყური დაუხდეთ. თქვენის გვიბრძანეთ, მამასთან თუ ქალთან მიდიხართ. ხალთან მივოთ თუ მამამისთან რა გესაქმებათ? რა გესაქმებათ? მაშინ იმ ანჩხს ხელი არ ახლოთ. მე მძულს ანჩხრები. დიემბელ სამყარო. ვიდრე წახოთ.
ერთ კითხვაზე გქონთ მოპასუხო. ქალის ხელის მაძიება ხომ გქონთ? ეგრეთ რომ იყოს, თვითონ ამით რა დაშავდება? არაფერი, თუ გავილი და კრინც აღარ დაგდა. განა ეს ქუჩა ბატონებო. თავისუფალი არ არის ჩემთვის ისევე როგორც თქვენთვის ყველასთვის. ქუჩა კი არის, მაგრამ არა ის ხარ. მართალს აბრძანებ? თვითონ რატო? რა მიზეზია? თუ გსურთ გაიგოთ, მოგახსენეთ. იმიტომ რომ იგი ბატონ გრემიოს საკავს არჩევდა. მიტომ ბატონ ჰორტენზიას ჩეული არის. თავთან დაწყარდეს ბატონებო. თუ თქვენ ნამდვილად კეთილშობილ მიბრძანდებით და რაინდობა გსურთ, დამაცადეთ და მოთმინებით მომისმინეთ. ბაპტისტა არის აზნაური დარბაისელი, რომელიც მამაჩემისთვის უცხო არ იყო. მისი ქალი რომ მეტად ლამაზიც იყოს, მე მის მაძიებელთა წრეში მაინც ვიქნებოდი. და ეს ბიანკასაც ყავდეთ ერთის წესმეტი. და ეს ბატონი ლუჩანცია იქნება თვითონ. მე კი მეტოქის არასოდეს მეშინია. არეში. თუნდაც არის მას სადოს მისი გამიჯნურება იმედით, რომ მას ვერავინ შეეცილება. ვერ შეეცილება. მაგით, რომ საკუთარ დასვით მოახლეს ისე მეკცევი, ამას ვერ ვიტან. ნუ მაწვალებ, გამიხსენი ოღონდ ხელები და ყოველივეს შეგისრულებ, რასაც მიბრძანებ. რადგან მე, ჩემი უმცროსობა ველოდებს იმას, რომ მორჩილებდე უფროსების ნებასურვილსა. კი ბრძანებ მითხრა. არ გაბედო სიცრუე მეთქი. რომელი უფრო მეტად მოგწონს ჩემს თხოვნელთაგან? დამიჯერე დაო ჩემო. მამაკაცს შორის მე ჯერაც არავის შემხოდრია ისე რჩეული. რომელიც ხვებზე თუნდაც ოდნავ მეტად მაინც მომწონებოდეს. სტუი პატარა ვშინო სტუი. მას ჰორტენზიო. თუ ის შენ მოგწონს. ვფიცავ დაო, გულით ვეცდები. ისე მოვაწყო თქვენი საქმე, რომ მან შენ შეგირთოს. გეტყობა, რომ შენ სიმდიდრეს უფრო დაეძებ და გსურს გრემიოს გაყვე, რომ მან კარგად გაცხოვროს. ნუ თუ ისიც გშულ შენ ჩემთვის. მაშ ალბათ ხუმრობ. ახლა კი ვხედავ, რომ თუ რომ ეხუმრებოდი. გემუდარები კატარინა, ხელი გამიხსე. მაშ თუ ასეა და ესეც ხუმრობა იყოს. გამბავია. ერთი შეხეთ ამ ქალბატონს, საიდანა გავს ქალბატონო ეს პაროტება. დიაკა, წადი გაეცალე. საწყალი ტირი. ფიქს ხვედა და შეასპიტო, ეშმაკის სულო, რა ჩაგრავ. მისგან როდის გახსოვთ თუ მცირე წყენა, მაგას ხომ შედვის თუნდაც მწარე სიტყვა არ უთქვამ. მისი სიჩუმე შევრაწყოს მე და სვარტვისიებ. როგორ? ჩემთვალ წინ. ამასაც მიშლი? ახლა კი მე მშვენივრად ხედავ, რომ თქვენ საუჯეთ მიგაჩნია თქვენი ბიანკა. გსურთ რომ იგი გაათხოვოთ, ხოლო მე კი გძულვართ. აქ მის ქორწილში ფეხში შუალმა უნდა ვიცეკო და ჯოჯოხეთში ვათამაშო მაიმუნები. სიტყვაც არ მითხრათ. წავალ და ბეთს გამოვიტირეთ, სანამ შემთხვევას არ უყვებ, რომ შური ვიძიო. სხვა რომელ დედას განუცდია ისეთი ცეცხლი, რაც მე გულს მიკლავს. მაგრამ აქეთ ვიღაცა მოდის. დილამშვიდობის, მეზობელო, ჩემო ბაპტისტა. დილამშვიდობის, მეზობელო. აგრეთვე თქვენ საბატონო ჩემო. გავიგე რომ ყავთ ქალის, საფლო და ტურფა, სახელად უხმობთ კატარინას. დიახ, ყავს ქალი და მას ნამდვილად კატარინა ჰქვია სახელად. როგორ უშნოდ და უცბად იწყებს, თქვი წესიერა. ხო, ხელს ნუ მიშლი გრემიო. მე ვერონიდან ვარ. მესმანა თქვენი ქალიშვილის უსაზღვროქება, მისი მშვენება, გონიერება, ყოფა-ქცევა. მაგრამ მაინც გავკადნიერდი მოუსულა, რომ რაც სვენია თქვენ სასულზე თვალით მენახა. ნიშნად ჩემი კეთილი სტუმრობისა მე წარმოგიდგენთ ჩემს ერთგულმსახურს, მანტულო მკვეთის სათნოლიჩიოს, დახმარებულ მუსიკოს და მათემატიკოს, რომანტიკოს შეასწავლოს მეცნიერება, რაც როგორც ვიცი, უცხო არ არის. გთხოვთ მიიღოთ და უარეს თქვით, არ მაწყენინოთ.
კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს ოჯახში. თქვენი გულისთვის მას მივიღებ. მაგრამ ვიცი რომ თქვენ კატარინა არ შეგფერით ჩემს სამწუხაროდ. ალბათ თქვენ მასთან განშერბა გიმწივთ და არ გსურთ. ან თვით მე არ მოგწონართ და მიზეს ეძებთ. თხოვთ სხვანაირად ნუ გაგვიგებთ, ჩვენ აზრს ვამბობთ. საიდან ახართ ბატონოს, თქვით თქვენი სახელი. მე პეტრუჩიოს მიწოდებენ. შვილი გახლავართ ყველგან ცნობილ ანტონიოს. მას კარგად ვიცნობ და გულწრფელად მოხარული ვარ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩემს ოჯახში. გთხოვთ პეტრუჩიო რომ მცირე ხნით თუნდ ერთი წამით ლაპარაკი ჩვენს გვაცაროთ საწყამთ ხონელებს. თქვენ ერთად ვჩქარობთ და ვხედავ რომ ღომადად შეტყობთ. გთხოვთ მაბატიოთ. მე სიამოვნებით ვიჩქარებ რომ კატარინას ცოლად შევთვის საქმე დავაგვირგვინო. სურს ჩემი მხრიდან გამოვხატო. ვერსეული პატივისცემა თქვენდამი, რადგან თქვენ ყველაზე მეტი თავაზით მეთხოვით. ამ თავაზის საწინდრად ნება მიბოდეთ წარმოგიდგენთ ეს ახალგაზრდა მეცნიერი. იგი დიდხანს სწავლობდა რაიონში. ის დახელოვნებულია ბერძნულ, ლათინურსა და სხვა ენებში. ისევე პირველი არის მუსიკასა და მათემატიკაში. ამ ახალგაზრდას სახელად კამბიო ჰქვია. გთხოვთ მიიღოთ ნახშევს. უსაზღვროდ გმადლობთ ბატონო გრემიო. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა სათნო კამბიო, მაგრამ თქვენ რაღაც არ მეცნობით. შეიძლება გავკადნიერდე და ვიკითხო მიზეზი თქვენი აქ მობრძანებისა? ბოდიში მართებს რომ მე თვითონ გავკადნიერდი. სრულიად უცხო ქალაქში მოვედი თქვენთან და ვედაგთხოვოთ ულამაზეს ბიანკას ხელი. ცნობილი არის ჩემთვის თქვენი განზრახვა, რომ უწინარეს უფრო სასულსად ხოვებთ ხოლოდ და ერთადერთი მოწყალება, რაც მინდა გთხოვოთ არის ის, რომ როს გაიგებთ ჩემს ვინაობას, ვიჩვლებოდე მეც სხვებთან ერთად მის ხელის მაძიებლად და თქვენს ოჯახში შემოსასვლად მათ თანაბრად მომცეთ დასტური. ხოლო იმისათვის, რომ მეც ჩემი მხრით ხელი შევუწყო თქვენი ქალების აღზრდას, მე თქვენ გიძღვნით ამ ხელსაწყოს და ამ ბერძნულ და ლათინურ წიგნებს და თუ მიიღებთ მათ უდიდეს ფასდასტებთ ამით. ხომლუჩენცია გქვია თქვენა, სადაური ხართ? მე პიზალი ვარ. ვინჩენციო ჰქვია მამა ჩემს. დიახ, მსმენია გავლენიან კასეტით ხლება. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. აიღეთ თქვენ ეს ფანდური. და თქვენ ეს წიგნები. ახლავე შემოხარებთან გაგვეცილებს. გთხოვთ მაბატიოთ ბატონებო. მე ჩქარობ საქმის დაბოლოებას. მე ცისმარად გესაგვერული ნიშნობისათვის. რადგან ცნობიათ მამა ჩემი, ამით მეც ვიცნობ. მე ვარ მემკვიდრე მისი სიმდიდრის სამამულების, აი ეს თუ არავის თუ შევამცირე, უფრო გავსარდე. ასე რომ გთხოვთ რომ გადარჩით თქვა თუ რას მომცემ ძითვად, თუ თქვენი ქალის სიყვარული დავმისახურე. 20,000 სკროლს ნახთულად მე ახლავე გაძლევ თუ მას შეირთავთ. ხოლო ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემთან მამულთა ნახევარი თქვენი იქნება. ამ ქონებისთვის უზრუნველყო მე მას საქმეო სიტყვით ჩემ ხრივაც. თუ მან ჩემზე მეტყან სიცოცხლა, თლაც ჩემს მამულებს მას უანდერძებ. მაგრამ ჯერ მთავარია მოიპოვოთ მისი სიყვარული, რადგან იგი წყვეტს ყველა იმ საკითხს, რაზეც აქ მსჯელობთ. ამაზე არ წრის ბატონობა, მინდა გითხრათ რომ ისო მტკიცე ვარ და შეურკელი როგორი ფიცხიც არის თქვენი ასული. თუ კი ასე შეეცადე გულით გისურვებ. კეთილბოლომდე მიგიყვანო შენ მას ისწრაფე. მაგრამ სად იყავთ? გამკლავდეთ მის მედგარ სიტყვებს. მე მას გაუძლებ. ვერ შემაყრებს როგორც სალყდეებს იუტისოდენ ძრას ვერ უსავს ძაფრი გრიგალი. რა მოხდა? რად ხართ მეგობარო ფერდაკარგული? შიშისაგან ვარ ფერდასული. დიახ, შიშისაგან. მაშ რა სიტყვით ამჩნევთ მუსიკის ნიჭს ჩემს უფროს ასულს? გონების ხედრად უფრო ვარგა და შეფერის რომ ფოლადი შუბიებ ხელში ვიდრე გიტარა. მას ვერ შეძლებთ რომ მას ვერ გაცვლით რომ მას შეეძლოს გიტარის დაკვრა? გიტარის დაკვრა უკვე შეძლო იმან ჩემს თავზე. როს მოგრძალები დაუხსე, რომ საკრავი წარზე ჭდეულთა შორის შეცდომით აჭერდა ხას და ოდნავ ხელი მოუყუნე რომ განმემარტა. მას სატანური კაცებები ჩემომიძახა. მარს თქვენ ჭდეულებს უწოდებთო ამ რაღაც ხაზებს? მე თქვენ დაგაჭდებთ ახლა ამ სიტყვებით თავზე დამატხლი შაისაკრავი მთელი ძალყონით. პიცარი უმალ გადაიყო და მე ანესდეთ გოგრა გავყავი საკრავის ღრუში. დავრეტიანდი და გავშეშდი ხმა გაკმენდილი. ვიც ჯამისხული სამარცხვინო ბოძის წინაშე. ის კი მომდგა და მიწოდებდა ხან მეჟღარუნეს, ხან მაწაწავა მეფანდურეს და ხან სხვა სიტყვებს, რაც თითქოს განგებულსავლია ჩემს ავანძღავად. ჩემს თავსო ფიცამ ხიარული გოგო ყოფილა.
ის 10 ჯერ უფრო მეტად მიყვარს ვიდრე აქამდე. როგორ მწყურს მასთან ყოფნა და საუბარი. მაშ წამომყევით. დამშვიდით და გულს ნუ გაიტერთ. ასწავლეთ ჩემს უფროს ქალიშვილს, იგი სათნო არის, ნიჭიც დიდი აქვს. მადლობელიც დაგრჩება თქვენი კეთილი საქმის გაწევრისათვის. თქვენ კი ბატონო პეტრუჩიო, თან წამოყვებით თუ ჩემი ქალი კატარინა აქ გამოგზავნო? გთხოვთ რომ გამოგზავნოთ, მე აქ დავუცდი. გამიჯნურება გაბედნილ უნდა დავიწყო. თქვათ უმალ ლანძღვა წამოიწყო. მაშინ მე ვეტყვი რომ ის ბულბულსაც უფრო სამურად ღერის წყვილ ჰანგებს. თუ გაგდება მომინდომა, მაშინ მადლობას ვეტყვი თითქოს ხოვდეს მთელი კვირით სტუმრად დარჩენას. თუ ცოლობაზე ვარს მეტყვის. მაშინ ვთხოვ დანიშნოს ეკლესიაში წასვლისა და ჯვრის წერისათვის. მაგრამ მოდის პეტრუჩიო. ლაპარაკი. სალამი კატას. ვსვენე რომ თქვენ კატა გქვიათ. სმენიათ? მაგრამ გეტყობათ რომ ყრუ უნდა იყოთ. მე კატარინას მიწოდებენ ნამდვილ სახელად. ფიცავ თქვენს ტყუით, ნამდვილად კატას გიწოდებენ. ჩვენ ერთ კატას და ზოგჯერ კი ხაჭინია კატას, მაგრამ მაინც კი უტკბეს კატას, უნასეს კატას. კარგო კატონი, ჩემო კატო. საკატეთიდან. ყური დამიგდე, ჩემო კატი. მესმარა შენი სილამაზის უსაზღრო ქება, მისი შენი სიდიადის დიდება ყველგან. თუმს მასზე სუსტი რა დიდების ღირსით შენახა. კიცე სულით აღვიძარი ცოლად შეგირთო. აღვიძარიო? მაშ ვინც აღძრათ აქ მოსვლისათვის, იმავე დაგძრათ თქვენ აქედან. გნახეთ თუ არა, უმალვე მივხვდი რომ თქვენ სწორედ მოძრავის ჩანთ. როგორ? რა არის მოძრავი? საკაცის კამი. გამოიცანი, მაშ მოდი და ზედ დამაჟეთი. ღირსის საზიდად ღმერთს ვირები გაუჩენია, თქვენც ასევე ხართ. ჩვენ საზიდად ღმერთს ქალები გაუჩენიათ, თქვენც ასევე. არა თქვენ გვარი ჯაგლაგისთვის ვარ გაჩენილი თუ მე მგულისხმობ. არა კატონიო, შენ მე სულაც არ დამომძიმებ, რადგან ვიცი რომ ახალგაზრდა და მსუბუქი ხარ. მეტად მსუბუქი რომ ბრიყვებს არ დავეჭერინო და ამასთანავე იმ წოინსე როგორც შემფერის. მსუბუქი მკვირცხლით თოსანივით? შენივრად მივხვდით? მსუბუქი მკვირცხლით თოსანივით, თან სუსხიანით. მას შევარდანი მოგიტანს ფარფატა მტრედო. თქვენი მტრეც უფრთხილით. ის თქვენ გვარ ბუზს იტაცებს ხოლმე. ჩემო კრაზანო, გეყოფათ თქვენ მეტად გაბრასდით. თუ კრაზანა ვარ, გეშინოდეთ ჩემი ნესტარის. წამალი ვიცი მე, მაგდასწარს ამოგაწიწყო. თქვენ ფსულელმა არც კი იცის სად მაქვს ნესტარი. როგორ? ვინ აღარ იცის უკრაზანას სად აქვს ნესტარი? კუდეს ეშია. ენის ტვერში. მაგ თქვენს ჭარტალა ენის ტვერში რა კი კუდებზე ლაპარაკობთ, ათკი მშვიდობით. არა კატონი, მე აზნაური ვარ. ამასაც ვნახავთ, მას კი გამოგსით. დაგბუბნი თუ კიდევ შემოვკრავ. თუ მცემთ, მაშინ ხომ აზნაური აღარ იქნებით. და თუ კი ეს მოხდა, მაშინ გერბის დაგეკარგებათ. მაშინ ჩამწერე შენს დავთრებში ჰერალდიკოსო. რომელი არის თქვენ ჯიგა, მამლის ბიბილა? არა, პირდაპირ უბიდი უმალვაჩოვდა და თან თვითონ გირჩევ გახდა ჩემი დედა. ნუ გაირჩევით, თქვენ ჩემს მამლად არ გამოადგებით. რადგან ციცილას უფრო გიგავთ, ციავ-ციავი. კაეტუნი. ასე ვშევესახით, რატომ მიცქერი? ასე მჭირს მუდამ, როცა კიბოს ვუყურებ ხოლმე. მე ვერ სახედავად კიბოს, ასე რომ ასე მჟავეს სახით, ნუ იცქიდები. მე კი ვხედავ მას. მეც მაჩვენე. აგერ ბატონო სარკე. მას ჩანს ჩემს სახეს გულისხმობ შენ. შენი რათ მივხვდით? წმინდა გიორგის გებიცები რომ მიმართლას რომ ყმაწული ვჩანვარ. მაგრამ მაინც გამოფიტული. ეს დარდმამი. მე სულაც არ მედარდება. შეძდე კატი, შენ მე ასე ვერ გამისხლდები. თუ მეთხანს დავრჩი, კიდევ უფრო მეტად გაგლანძღავთ. არასოდეს. შეხო მორცხვი და თავმდაბალი ხარ. ვალკიდებენ უხეშობას, ველურ სიმკაცრეს. ახლა მიხედავ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორი ყოფილა. შეხო დინჯი ხარ, უაღრესად თავაზიანი, სიცოცხლით სავსე, გულკეთილი, მკვირცხლი, კუდრაჭა და ისე ნაზი როგორც ია გაზაფხულისა. მას რა გჭორავ თითქოს კატი კოჭლი არისო. არა, შენ სულაც არ გოჭრობ. ავაიარე. მარა რეგვენო, იმას უბრძანეთ, ვისაც თქვენ არჩენთ. განადიანა, ასე კდემით ამკობ და ჭალავს, როგორც ამ დარბაზს ამკობს კატი მეფურიერით. მაშტა კატი იყოს სათნო დიანასავით, ხოლო დიანა კი გიჟმაში მოусვენა. სად ისწავლეთ ეს საუცხო საუბრისკივო? ეს ექსპრომტები გამომყვამე დედა ჩემისგან. ღმერთო, რა ჭკვიან დედის ჭკვით ღარიბის შვილი ყოფილხართ. მას ამბობ რომ ჭკვამაკლია? დიახაც, მაგრამ არც თუ იმდენად რომ ან თბილად ვერ შეგან. მეც ეგწადიან თქვენ კატი და დაწუნული რომ შენ საწელში უფრო მეტი სითბო იქნება. ასე რომ კმარალყბობა და საქმე შეუდგეთ. გეტყვი პირდაპირ. მამა შენი თანახმა არის რომ ცოლად შეგნითო.
სიტუმცედას უკვე მოვრიგდით. გსურს თუ არ გსურს, ქორწინება მაინც მოხდება, რადგან გარწმუნებულ ნამდვილის საქმე ვარ შენი. ფიცავს სიტურფეს ამკობს, რომ მას სწორად ჩემს გარდა ვერავის ვეღარ გახვები. თვითონ განგებამ დამბადა მე შენს მომჯულებლად. ან ჭყლდა გარე უქსუ კატიდან, ოჯახის ფისოდ. აგერ აქ მოდის მამა შენის, უარი არ თქვა. მე შენი სწორად შეტავს უს და შეგირთავ კიდეც. აბა ბატონო პეტრუჩიო, როგორ მოვიდით ჩემს ქალიშვილთან? სამაგალითოდ რა თქმა უნდა. შეუძლებელი იყო რომ ვერ მოვრიგებოდი. შენ შემოშვილო კატარინა, შენ რაღაც იტყვი. კიდევ შვილად მთვლი? ახლა კი მე მშვენი რა თქედავ თუ რა მზრუნველი და მოყვარული მშობლები მყოლია, რომლებიც ცდილობენ ჭკუაზე შემშლილს მეცოლად მიმცენ, ხოლო ამ ვიღაც გადარეულ პირბოშა რეგვენ სტადია ჩემთან თავხედობით გააწყვეს საქმე. როგორც თქვენ ისე მთელ ქვეყანას ამ ქალიშვილზე გქონია სტარიაზრი. თითქოს ის ანჭყილი არის რომ რა ბრძანება, თურმე ის განგებეში მაყობს ასე. ანჭყილი კი არა, მოღუღუნე მტრედი ყოფილა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ უკვე შეგვიყვარდა ერთი მეორე და კვირისთვის ქორწილის კი დავნიშნათ ერთად. ნურც მოსტრები ხარ, ნეტო შაბათ შემოგაგჭობნეთ. გამახსოვას რომ პეტრუჩიო, შენი ხომ გესმის? ცხავთ ბატონებო. რომ გაცადოთ, ეს კალი ჩემთვის ამოარჩინე, ჩვენ ამით მაყოფილნი ვართ. შევთანხმდით კიდეს რომ ორნი მარტო ვიყავით, რომ ის ხალხში კვლავ შეესწება რომ ანჭყილი იყოს. დაჯერებად კი ძნელი ამის თუ როგორ ყვარები ვარ მშვენიერ კატის. ჩამომეკიდა კისერზე და სულ მოუთმულად დამიწყო კოცნა. თან სიყვარულს მეფიცებოდა. მოკლედ, ჩქარო ბონესიაში რომ საქორწინო კაბა შევეკენინო. თქვენ კი სტადარიქ შევდექით სიომრო ჩემო. მოუხმეთ სტუმრებს, ხინისათვის მოემზადეთ. დარწმუნებული ვარ რომ კატი ყველას მოხიბლავს. არ ვიცი რა ვთქვა. ღმერთმა გაკურთხოთ, თქვენ ერთ ურთის შესაფერი ხართ. ამინ. მამაო, დედიკო, ბატონებო, შედავით გნახეთ. მე კვირა დღეს დავბრუნები ვენეციდან რომ ჩამოვიტანო სახორცილო ძითები და სამკაულები. მაკოცი კატი კვირას ჩვენი ქორწილი არის. ასეთი სწრაფი ქორწინება ჯერ არ მინახავს. პეტინიერი ხვედრი არ გქონს უფროს ასულს. ახლა კი უმცროს ქალიშვილზე ვილაპარაკოთ. მე იმაზე უფრო მეტად მიყვარს ბიანკა, ვიდრე ეს სიტყვით ითქმის. ან თქვენ მიხვდებით. ჯამბო, ჩემი სიყვარული უფრო მტკიცეა. ჭარმაგო, შენი სიყვარული მას გულს გაყინავს. შენი კი დაწოს. შვიდად, ამ დავას ბატონებო თვითონ გადავწყვეთ, რომელ თქვენგანსაც შეუძლია მეტი სიმდიდრის უზრუნველყოფის დაქრუების შემთხვევის გამო, ბიანკას გულიც მას აირჩევს. ბრძანეთ ბატონო გრემიო, რას დაუტოვებთ თქვენს ცოლს თქვენი სიკვდილის შემდეგ? თქვენ კარგად იცით, პადუაში ჩემი საქმე. დიდდროულად არის შემკობილი ოქროთი და ვერცხლით. გამოგიტყდებით, მე ხანდაზმული ვარ და ხვალე რომ მოვუკვეთე, ეს ქონება ბიანკას რჩება. თუ კი სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი ცოლი იქნება. მეც მომისმინეთ. მამა ჩემის დიდი ქონების მემკვიდრე, მხოლოდ მე ვარ. და თუ თქვენს ქალს გამატანთ, მე მას მოანდერძებ 3 ან 4 სახლს, ქალაქ პიზაში. ისევე მდიდრულად მორთულს, როგორც ჰქონია მოხუც გრემიოს პადუაში. ამასთან ერთად მე მას დავუტოვებ 2000 დუკატს. წლიურად ნაყოფიერი მამულების შემოსავლებიდან. აბა რა სიტყვით გრემიო? ხომ კარგად მოგწურეთ? 2000 დუკატიო, ყოველწლიურად. ჩემ მიწების უმრაგ ფასად არ ეღირება. მაგრამ დავძე, ის მიიღებს ჩემს სავაჭრო გემს, რომელიც ახლა დგას მარსელის ნავსაყუდარში. ახლა რა სიტყვით? ხომ დაგახსით მე ჩემი გემს? მამა ჩემსა, აქ 3 დიდი სავაჭრო გემი, 2 კარჭაპა და 12 პატარა ხომალდი. მე იმათ ყველას საკუთრებად ბიანკას დავუტოვებ და ორჯერ მეცაც მას შემდეგ, რასაც მას თქვენ დაუტოვებთ. მე ყველაფერი შეთავაზე, რაც კი მებადა. იგი ჩემია. თქვენი მტკიცე აღთქმის თანახმად, მთელი ქვეყნის წინაშე ად გრემიო უკვე დამარცხდა. საუკეთესო პირობაა გამოგიტყდებით. თუ მამა თქვენი უზრუნველყოფს მას განაღწევას, ქალი თქვენია. თუ არა და მოტევებას ვთხოვთ. თქვათ მამაზე ადრე მოკვდით. ქრივს ვინ რას მისცემს. თქვენ შარժდებთ. მამა მოხუცია, მე კი ჭაბუკი. განარხდება რომ მოხუცე უადრეს, მოკვდება ახალგაზრდა სიცოცხლისავსე? კარგი, შევწყვიტოთ ბატონებო, აი რას გეტყვით. მომავალ კვირას როგორც იცით უკვე ჯვარს ავწერ ჩემს უფროს ასულს კატარინას. შემდეგ კვირას კი ჩემი ბიანკა პატარძალი იქნება თქვენი, თუ უზრუნველყოფთ თქვენს პირობას. თუ არა დამას ბატონ გრემიოს მივოთხოვოთ პირობისამებრ. აწკე მშვიდობით ბატონებო, ორივეს გმადლობთ. შვიდობით, კარგო მეზობელო. შენ კი ყვინჩილო. არ მეშინია მეაც შენი მეტოქეობის. ჯანდაბასადი გაიძვერა. იჩვენებო ის.
ბატონო ჩემო, ლუჩენციო, ხომ იცით რომ დღეს კატარინას და პეტრუჩიოს ქორწილის დღეა? მაგრამ სასიზო ჩვენ ნეფეჯერ არ სადასჩანს. რა სიტყვის ხალხი მთელი უკვე ტაძარში იცდის რომ შეასრულოს საქორწინო წესი და რიგი. საქმრო კი არ ჩანს. ეს სულელურ ხუმრობას აღგავს. რა სიტყვით ამ ჩვენ შერწყვნაზე ჰალუჩენციო? ეს მხოლოდ ჩემი შერცხვენაა. იძულებული ვარ ხელი მივწე ვიღაც სულელ კვეხარა თავხეთს. ვინ გზად გავლისას ინიშნება თავშესაქცევა და ქორწინებას, ფიქრობს მხოლოდ მოცლილობისას. აკი გითხარით დასაბმელი გიჟი ამეთქი. შუა კოფაქცევით სურს მან დაფაროს წარე დაცინვა. და რომ უდარდელ ხუმარად მან თავი აჩვენოს 1000 საცოლეს აირჩევს და ქორწილს დანიშნავს. ეკლესიაში დაიფარებს თავის მეგობრებს, მაგრამ თვითონ კი აღარ მივადა ნიშნულ ადგილს. აც კატარინა ხდება თითით საჩვენებელი. იტყვია შეღეთ პეტრუჩიოს წოლი არისო, მაიდანეს და თავი დაიქორწინებო. სათო ბაპტისტა კატარინა, მოითმინეთ. გეფიქრებით რომ პეტრუჩიო არ მოგატყუებთ. ალბათ დაგკოლდა, მაგრამ ის სიტყვას მაინც არ გასწეხს. მე ვიცნობ, თუმცა ის უხეშია, მაგრამ მეტად ჭკვიანი. თუმცა ხიარული, მაგრამ დიდად პატიოსანი. ამიტომ კატარინას იგი სულ არ ენახა. ბატონო ჩემო, ძველი ახალი ამბავი, თან ისეთი ამბავი, რომელიც დროშიც ჯერ არ ხსენია. ახალი და თანაც ძველი? ეს როგორ შეიძლება? განა პეტრუჩიოს საქმოსთვის ამბავი ძველი, მაგრამ ამავდროულად ახალი ამბავი არ არის. განა მოვიდა პეტრუჩიო? არა ბატონო. მას რას თქვი ახლა? მე ვთქვი რომ ის მოდის ბატონო. მერე აქ როდის იქნება? როცა აქ იდგება, საცხოვრებელსკოვე და აქედან მან დაგინახავთ. აბა მოხები ეგ ახალი ძველი ამბავი. ხო და პეტრუჩიო მოდის აქეთკენ ახალი ხუთი ხურავს და ძოგი ხუთი კი მოვდია მხებზე. სამჯერ გადაბუნებულ ძველ შოვარშია გამოწყობი და ისეთი წაღები აცია, როგორც ერთი დროს თანხის დამწვევი ჩასაწყობი ყუთი იყო. თანაც ერთ ფეხზე წითელი წინდა აცია, მეორეზე კი ლურჯი. ერთი რაღაც ჯანგიანი ხმალი ჩამოუკანკურებია, გეგონება ქალაქის საჯებადიდან გამოუტანიო. მოიცადე, მისი ფილანჯიანი ცხენი სუნაგირი დაცხიული არის ძველი ჩიჩილისაგან დაცხიული. ჩიჩილისაგან? ხო, ჩიჩილისაგან დაცხიული ძველი უნაგირით, რომელსაც უზანგები ცალცალია. თან ვინ მოჰყვება? ო, ბატონო, თან მისი მორბედი მსახური მოსდევს. მე ისევე უცხოს მორთული, როგორც მისი ჯაგროდი ცხენი. ერთ ფეხზე ბამდის წინდა აცია, მეორეზე კი ნაბდის წაღა. მოგახსენებთ, რომ ის სულებით უცხოს მოგაგონეს მისი სამოსელი. ის საერთოდ არ აგავს კეთილშობილი აზნაურის საფოს. არამთუ ქრისტიანს, არამედ კეთილ ადამიანსაც კი არ მოგაგონებთ. ალბათ უცნაურ გუნდებაზე დამდგარა ასე რომ მოქცეულა. თუმცა კი ხშირად სუდად ჩაცმული ვერ უნაშის საიარება. მაინც ხარო ბრაკი ის მოდის. არა ბატონო, ის არ მოდის. აკი თვითონს თქვი რომ მოდისო? ვინ? პეტრუჩიო. დიახ, შეცქვი პეტრუჩიო მოდის ვაქეთ. მე ვთქვი რომ მოდის იმისი ცხენი. პეტრუჩიო კი შევიდა იმ ცხენის ზურგზე. ეგ სულ ერთია. არა ვფიცავ წმინდა იაკობოს ხანძროდაც ერთ პენსას ვძებ, რომ ცხენი და კაცი ერთზე მეტია, თუმცა ბევრი. კარგ დროს მობრძანდით ბატონო პეტრუჩიო. მაინც და მაინც არც თუ იმდენად. მადლობა ღმერთს, თქვენ მაინც არ კოჭლობთ. რაღაც ისე ჩაცმულს ვერ აქხედავთ, როგორც აქ სურდა გვენახეთ დღეს გამოწყობილი. უკეთ ჩასული უფრო შკარა შევსმებდი მოსვლას. მაგრამ სად არის კატი, ჩემი საცოლე? როგორ დღეს? მამა, როგორ ბრძანდებით მამა ჩემო? ყველამ რას მოგუშულ ხარ? ყველა ესე გასუფრებით მიცქერ თითქოს სასწავლო მოქმედი კუდიანი ვარსკვლავი ვიყავ. როგორ დღეს ხომ თქვენი ქორწილის დღეა? თან ისიც გვამცეთ. რამ შეგაგვიანათ? ჩემი ამბავი გძელია თან მოსაწყენის. ამაზე სხვა დროს. ახლა თავარი ის არის რომ მე მოვალ და ჩემი სიტყვა არ დავარღვიე. თუ მძოგრამეში გადაუხვიე. მაგრამ სად არის კატი? ჩვენ უკვე დასარში უნდა ვიყოთ. კატი! ნუ დაინახებით საპატარდოს ესე გამოწყობილი. წამოდით ჩემთან, ჩემთან საცმელს მოგცენა? არა, მე მას სწორედ ასე ჩასული ვნახავ. მაგრამ ჯერა რომ მაგ სამოში ჯვარს არ დაიწერთ. რატომაც არა? სწორედ ასე დავიწერ. კარანა ხომ წასასვლელზე არ თხოვდება, მე მომდევს იგი. და რომ შემეძლოს ჩემი გამოსვლა ისევე როგორც სამხარიბულ წასასვლისა, მაშინ ორივესთვის ის უფრო აჯობებდა.
მაგრამ რა შუმახავ რა კარგად დროს აქ ლაპარაკით როცა პატარსას უნდა ვიახლო და ტყვილი კოსინით განვამტკიცოთ ჩემი უფლება კატი კატუნია პური დამიგდეთ მე მოგითხრობთ ქორწილის ამბავს როცა მღვდელმა შეკითხვა მისცა სურდა თუ არა კატარინას მიციცოლობა მეფემ შეჰყვირა ეშმაკსა ვფიცავ გულითა სურსო დაიღრიალა ისე მკვახეთ რომ მღვდელს შიშისგან წიგნი ხელიდან გაუვარდა და როცა იგი მის ასაღებად დაიხარა მეფემ წიხლი კრა და წიგნთან ერთად თვით მოძღვარი ძირს გაიშვარდა ახლა აიღეთ თქვა მან ვისაც ხალისი გაქვთო ის სახცახებდა შიშისგან პეტრუჩიო კი იგინებოდა და თან ფეხებს აბაკუნებდა თითქოს ის მღვდელმა მოატყუა როცა დამთავრდა ჯვრის წერა და ზიარების ღვინო მიართვეს იდღე გრძელეთო შესძახა ხალხს თითქოს ხომალდზე მეზღვაურებთან ერთად ქეიფობდა ქარიშხლის შემდეგ უცბად გადაჰკრა მთელი თასი მუსკატის წვენი ხოლო მის ძირში ნარჩენი პური სახეშის თხლიშა საწალნათეს რომელიც კრძალვით იდგა და დაგვალულ წვერს აცანცარებდა თითქოს შესთხოვდა იმ დამბალპურს მორჩა რა ამას უცბად მოხვია კატარინას ხელი კისერზე და ისე მტლანქი მტლაშა მტლუში დაუწყო კოცნა რომ ეკლესიის კედლებაც კი მას ბანი მისცეს მე ასეთ სირცხვილს ვერ გაუძელი და გამოვიქეცი ჩემ სიცოცხლეში ასეთ სულელურ ქორწინებას არ შევსწრებილა მაგრამ ჩუ გესმით აქეთ მოდიან მადლობა ბატონებო გარჯისთვის ვიცი რომ დღეს თქვენ ჩემთან აპირებდით ნადიმობას მაგრამ საჩქარო საქმე მიწვევს აქედან წასვლას ამიტომ ყოველს უნდა გამოგეთქვა როგორ თუ თქვენ ამაღამ შეგიძლიათ წასვლა უნდა წავიდეთ აღამებამდე და რომ ვიცოდეთ რისთვის მივდივარ თვითონ რომ მყავდით ჩქარა წასვლას და არ დაღოვნებას ხო დარჩით სანამ ვინადიმებდეთ შეუძლება ვთხოვთ მეც გულით არ შემილია მეც ძალიან ვთხოვ ჩვენთან დარჩით ეს მიხარია გიხარიათ რომ გადაწყვეტეთ უკვე აქ დარჩეთ არა მე მიხარია რომ ამას შემთხოვ მაგრამ რამდენიც არ უნდა ვთხოვო მაინც წავალ დარჩი ნუ წახვავ თუ კი გიყვარვარ ჩქარა ცხენები ზად გახთან ბატონო ისინი უკვე შვიამ შეჭამა თუ ასეა მე არ წამოვალ არც დღეს არც ხვალ და არც ხვალის შემდეგ მანამ სანამ ამას მე თვით არ მოვინდომებ კარგი აქ თავს მიბრძანდეთ გზამშვიდობისა იარეთ სანამ წაღები არ შემოგაცდებათ მე კი აქ რჩები არ წამოვალ ვიდრე ასე მსურს ჩანს თუ რა ზრდილსა და ხათრიან ქმარს გავყოლი ვარ რომელიც ასე ტლანქად იქცევა ქორწილის დღესა დაწმარ პიკატი დამიჯერე ნუ აღარ აბრაზო სურს და ვიბრაზებ შენ ამისთვის რა გესაქმება მამავ დავშვიდით ის აქ დარჩევა ვიდრე მე ეს სურს აბა ახლა კი დაიწყება ორონტრიალი გთხოვთ სანადიმო მაგიდას სამიბრძანდეთ ყველა თურმე ადვილი ყოფილა ქალის გამასხარება თუ მას არ შესწევს ძალა რომ ძალს წინააღმდეგეს მიბრძანდებიან როგორც შემძარებ მიდით ილხინეთ იღრიალეთ იჭიმაულეთ ანდა კისერიმს გიტეხიეთ ჯანდაბას წადით ჩემი კატი კი ჩემთან მოდის აქ არ არჩება დაწყნარდი და ფეხებს ნუ აბაკუნებ მე მსურსო ჩემი საკუთრების ფლაველი ვიყოთ შენ ახლა ჩემი ქონება ხარ ჩემი მამულები ჩემი სიმინდის ანა ჩემი ბაბალი დე წავიდნენ რა სათნო და მშვიდი წყვილია რომ არ გაგცროდნენ გავიგუდებოდით სიცილით ალბათ ასეთ სულელურ ქორწინებას მე არ მოვსწრები ვარ რაზეც ახლა ხალბატონ თქვენის გამო ცით გიჟი არის და გიჟივეთ გაგხოვდა კიდეც მას ჩანს რომ თვითონ პეტრუჩიოც გაკატარინდა ჯაკლაკი მოკანცული ცხენი ყველა შეშლილი ბატონი და ყველა საზიზღარი და გაუვალი გზა განაოდეს მე ჩემნაირად დაღლილა ვინმე განა ასე უცემია თვინმე განა ასე ამასრულა ვინმე ტალახში ახლა გარეთ ისეთი სუსხიანი ამინდია
რომ ჩემზე ახალ კაცაც კი შეიძლება შესწიდეს და სურდა შეეყაროს. ჰეი, კერტის! ვინ მიწახდა ასეთი კაცოშენი ხმით? ვინა და ყინულის ლოლოა. ცეცხლი ძვირფასა კერტის, ცეცხლი. ეს შემიხარი გრომიო, ბატონი და მისი მეუღლე მობრძანდებიან? დიახ, მობრძანდებიან, ამიტომ ცეცხლი. წადი შეპამპულაო, მე არა ვარ ნადირი. მართლა ისეთი ჭიროულია, როგორც ამობენ? ასეთი იყო ამ ჭინვამდე, მაგრამ ხომ იცი, ზამთარი ათვინიერებს მამაკაცად, დედაკაცად და ნადირსაც. მან ესევე მოგოთვინიერა ჩემი ძველი ბატონიც, ახალი ქალბატონიც და მეც მობილო კერტის. მე ამბე ძვირფასო გრომიო, რა ხდება ამ ქვეყნად? ქვეყანა იყინება სიცივისაგან. ცხელი, მხოლოდ შენი სამსახურია, ამიტომ ცეცხლი. ცეცხლი უკვე გიზგიზებს, ამიტომ გადმოალაგე ახალი ამბები. ახალი ამბები, რამდენიც გინდა. დაიწყე შეჭორების ხუდავ, დაიწყე მეთქი. ეს მე თვითონ გამგუდეს ჭვლებმა და სიცივემ. მაშინ ისევ ცეცხლს მივმარჯვე და თან მიპასუხე. სად არის მზარეული? ბაღშა მზად არის, სახლი მოვლილია, იატაკი მოფენილია, ჭირი თაბლობოდები ჩამოწმენილია, მსახურებს ახალი ქურთუკები და თეთრი წინებია, თუთუ ყველა მორბედი გამოწყობილია საქართველო ტანის სამოში. სუფთა თორე ჭიქები შიგნით და ცესები გარდენ, სუფრები აფარე თორე მაგიდებს, დაგებულია თორე ხალიჩეს. ერთი სიტყვით. მზად არის თუ არა ყველაფერი? ყველაფერი მზად არის, ამიტომ დაიწყე ახალი ამბები. უპირველეს ყოვლისა გეტყვი. რომ ჩემი ცხენი დაიღალა, ხოლო ბატონმა და ქალბატონმა ძირს მოადინეს ყაბანი. როგორ თუ ყაბანი? ისე უნაგირიანად პირდაპირ ტალახში და სწორედ იქ იწყება მთელი ამბავიც. მიამბე გრომიო, მიამბე, გისმე. ახლა კი ვიწყებ. ერთ აჭოჭებულ დაღმართზე ჩამოვიდა. ბატონ ქალბატონს უკანეჭდა? ერთ ცხენზე? მერე შენი რა საქმეა? დიახ, მაგრამ ერთ ცხენზე? მაშ რა კი არ მათლი, შენ თვითონ მიამბე. რომ არ შეგეცვატინებ, დაიძებს, როგორ დაეცა ცხენი და როგორ მოეცა ქალბატონის ხვენზე. და წუნტიანი ადგილი იყო და როგორ ამოითხოვდა პატარცალი. როგორ დატოვეს ბატონო ცხენქოში მწოლიარე და როგორ გამშოლდა ცხენმა რატომ წაიბორძიყაო. გაიგებთ თუ როგორ ფორთავდა პატარცალი ტალახში, როგორ იგინებოდა ბატონი, როგორ ემუდარებოდა ქალბატონი, რომელსაც წინათ არავისთვის არაფერი უთხოვია. ეწყოდია მასაც თუ მე როგორ გრიალებდიან, როგორ დაფრთხნენ ცხენები, როცა აღვერი გაწყდა საძუა როგორ დავკარგე. ამას გარდა გიალო სხვა მრავალ ღირს შესაცნობა ამბავს. რაც ახლა დავიწყებას უნდა მიეცეს და შენ ისე უნდა ჩახვიდეს ამარაში, რომ ვერაფერი შეიტყო. შენი ლაპარაკიდან გამოდის, რომ ჩვენი ბატონი უთხაჭიროვანი ყოფილა და მისი პატარძალი. ასე რა. ამაში შენს და თქვენს შორის ყველაზე უტიფრების დარწმუნებია, როცა ბატონი შინ დაბრუნდება. მაგრამ ნეტავი რა მოლაპარაკეს. დაუსახე ნათანიელს, ჯოზეფს, ნიკოლას, ფილიპს, უოლტერსს, ჯანულოკიას და სხვებს. უთხარი, ძმები კარგად დაიღაცნო, ლურჯი ქურთკენი გაეწინო და სვისაკრავები ლაზათიანად შემოიჭირო. ყველანი მზად არიან? დიახ. რა ამბავია? რა იქნება სავახანები? რომ უსახს ხელი მომიგიდო, ცხენებს მიხენონ. ანდა ის არავსად არ აღიქნა. გრომიო, სად ხარ? მე აქ გახლავართ ბატონო, ძველებურად ხრმა და რეგვენი. შეხარო, ყენაჩო, კახბიშვილო, აგი გიბძანე, რომ ბახტა შევხვდები და ბრიყვების თან წამოყალაში დამხმარებოდი. პიტერის ნათანიელის ქურთუკი ზად კიდევ არ გახლდათ და გაბრიელის ფეხსაცმელებს ლანჩები ასურა. ჩირაღნის ჭვარტლი არ იყო, რომ პიტერის ქუდი ჩვენ შეგვეღება და გაგვეშრო, ხოლო უოლტერს ხანჯლის ქარქაში ვერ უპოვეთ, რომ მოგვეკაზმა. ადამის, რალფის და გრეგორის გარდა ყველანი იმ ძველმანებში პირწავარდნილ მათხოვრებს გვანან, მაგრამ რა მექნა, მაინც მომყავს თქვენ შესახვედრად. გასცი და ვახშამი მოგვაქვს ჩქარა. სიცოცხლეს ფიცა ვერ გავჯერ და არ შემიძლია. თანდათან უფრო მწვავე დავგრძნობ შეურაცხყოფას. ნუ თუ იმიტომ შევირთო, რომ შიმშილით მომკლათ. მათხოვარიც კი მამა ჩემის კარზე მისული, წყობის უბაღე მოწყალებას ღებულობს ხოლმე.
და ვინმე რომ გაიკითხავს თუნდაც სირეთი. ის მაინც მაძღარია ნათხოვარ ლუკმი. მე კი რომელმაც არ ვიცოდი რა იყო თხოვნა. ან მოწყარება, ან მუცარი ჩხვის შეწუხება. შიმშილით ხვდებით ობრუმეს ზღვის უძილობისგან. მხოლოდ გინებით, ღრიანცელი ყვებას მეგითა ყველაფერს უარესი. უფრო ის არის, რომ თითქოს ჩემი სიყვარული თითქვა ასე. მართუნებს თითქოს მისთვის ეთქოთ, რომ თუ არ ჭამეა დავიძინე, დავსნეულდები და მოვხვდები. გემგდარები მომიტანე რა მისაჭმელი. რაც უნდა იყოს სულ ერთი ავად საჭმელი. ბოს, ეკები რომ მოგიტანოთ? შინებულია. მაგრამ მე ვშიშობ ეგ საჭმელი აღიზიანებს. რაც იტყვით, კარგად შემწვარ. კათამზე. ეგ მეტად მიყვარს, მომიტანე კარგო გრუმიო. არ ვიცი, მგონი ეს საჭმელიც აღიზიანებს. რაც იტყვით, ახალ ძროხის ხორცზე ცხარე. დოგვით? შვენიერია, ეგ საჭმელი ძალიან მიყვარს. მაგრამ დოგვით რომ ცხარე არის. მაშინ მხოლოდ ხორცი მომიტანე, დოგვი არ მინდა. როგორ იქნება, ქალბატონო? ხორცი უმდოგვათ? ან დოგვით ჭამეთ, ან გრომიო ხორცს ვერ მოგართმევთ. ან ძალკე იყოს, ან ორივე ერთად, როგორ გსურს. მაშისე მარტო დოქს მოგიტანთ, ძალკე ხორცად. გასტი გამშორდი შემოწყარავ, დავხედო მანა. მარტო საჭმელთა სახელებით როგორ უნდა მკვებო. ჭირმა წაიღო შენი მოდგეშე, ცოტკო შენა. ასე თამამად რომ დასწინჩებს უბედოვად. გასტი, გამყურცხლე და ჩემ თვალებს არ დაინახო. როგორ გიკითხოთ, დააღრებულ ხარ ჩემო ძვირფას. როგორ ბრძანდებით, ქალბატონო? ძლიერ მოწყენით. კმარა კატონი, გაიღიმე, გავხიალუდი. აი ხომ ხედავ როგორ სუნავ შენზე ჩემო ძვირფასა. საუთარ ხელით მოგიტანე საჭმელი და მოგიბზადე და მოგიტანე. ჯერ მადლობა თქვენ. მადლობა. მე ყველა კეთილს სიკეთით მივსყო ხოლმე. ჰა, შუმერფა შეგარდოს, გატი, ჭამე ძვირფასო. აღარ ხესამბო? შამს საჭმელი არ მოგეწონა. კარგი. აღარ ხშია კაცო? კერავიკისტის სულ თუთმეს რომ შენი ტანი შემკოს ძვირფას და სამოსელი. ეი, მკერავო, მოდია გახსენ ყუთი ვაჩვენე კაბაბა. გმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს კაბა არის? ერთი შეხედეთ ამ საყელოებს. საყელო თუ საწიხოვრო ზარბაზნის ლულა. შეხედე როგორ დაღმეჭილა ვაშლის კვერივით. ეს ნაკუწებისთვის ღარის, ან ეს კუწულები, ან ეს ნასროტებისთვის ღარის, სადალგოს მუჯამარივით. ეშმას გაფიცებთ ერთო, მითხარ რა არის ეს? თვითონ მიბრძანე ჩემი ჭირა ლამაზი ჭამა დროის და მოდის მიხედვით. დიახ, გიბრძანე, მაგრამ ვიკითხვა გაბუჭამა მოდის მიხედვით. მე ჯერ არასოდეს არ მინახავს ასე ლამაზად, ასე გოხდათ ნაკერი კაბა. გეტყობა ცდილობთ რომ თოჯინად გადამაქციოთ. ეგ მართალი თქვით. მე წვდები რომ ამ კერავ შენი თოჯინად გადაცევა განუზრახავს. არა ბატონო, ქალბატონო თქვენ მხოლოდ ის რომ თქვენს მოწყალებს თოჯინად ცევანებავს მათი. რაო? რას ამბობ? ერთი უყურეთ ამ უტიფა, ენაგზავ ბრიხსა, აი შეძაფო შესაკითევ შემაღრატელო, აბლო სამგოჯავ, კაღორ, ცხილო, საყრეს შეჭინავ. შენი. საყრ სახში მომიდა, მე ყავლა შინობა. შეძაფო შენა, შემახატო, ადლო. ასი ეს კაბანა წაიღე აქედან. მე გეუბნები რომ ეს საცაგელი კაბა თლად გააკუჭე. არა ბატონო, კავასტარეზე შეკეთ, როგორც პატრონა შეგვიძლია. და შეგვიძლია გრუმიოს ხელით. ხოლმე მე თვითონ ჩემს ოსტატს. მე მას მივეცი
სავილი და არა შეკვეთა. თან ისიც ხომ თუ როგორ უნდა გვეკერა ის? შეკერეთ მეთქი მეკითხარით ნემსით და ძაფით. ისიც ხომ თქვით თუ როგორ უნდა გამოგვეჭრა ის? შენ კარგად იცით ტანსაცმლის გადაბრუნება? კარგად ვიცი. ხო და ეგ შენია ბრუნდები. შენთან არ გავა. შენ ბევრი ვინმე პამპულარად მაგირთავს, მაგრამ მე კი ვერ გამოპამპულობ. მე ვუთხარი, შენ სოსტად კაბა გამოჭერი და არა ის ნაკუწებად დასჭერი მეთქი. მაშ რა გამოდის? გამოდის ის, რომ შენს წყოი. აი, შეკვეთის ბარათი, რაც გვიმოყვეს თუ როგორ უნდა შეგვეკერებ ქვენი კაბა. მაშ წაიკითხე. ეგ ბარათი იცურებს მაშინ, თუ იტყვის, რომ მე შევკვეთე ასე შეკერვა. პირველ ყოვლისა, განიერი კაბა შეხედეთ. თუ მე მეთქვას, განიერი კაბა მეთქვა. მაშინ ჩამკერეთ, თვით ამ კაბის კალთებში და შავის დაფის შუათი მათქით, ვიდრე სული ამომძრებოდეს. მე ვუთხარი, კაბა მეთქი. განაგზე, მერე! პატარა მოკლე საყელოთი. მე ვთქვი საყალო მეთქი. მრგვალი ფუნჩო სახელოებით. მე ვთქვი ორი სახელო მეთქი. სახელოები ლამაზად დამოჭრილი. სწორედ ეს არის ხაბის საზღარი დამახინჯებაც. ბარათის წყუის ბატონება, ბარათის წყუის. მე ვუთხარი სახელოები გამოჭერი და ისევზედ მიაკერებეთქი. ასეა თუ ისე, ეს კაბა არ არის ჩემთვის გამოსადეგი. მართალს ვძენებთ. ეს კაბა თქვენთვის გამოსადეგი არ გახავთ, რადგან ქალბატონის ის არის შეკერილი. ეგაი. ასეა ეს კაბა, ეს ჭღარმანი და გაატრიე აქედან. გასი აქედან, ხმარა მოიგო, კრიდი არ დაცრა. ასე კატუნი, მამაშენის ოჯახში მაიწეოთ ამ ჩვენს ღარიბულ დასასრულში გამოწყობილი. მერე რა უშავს, სავსეკისა მუდამ სჯობია დიდრულ დასასრულს. სამაღოთ ესეც გვეყოფა. ღარიბი, დიდარი სული ხომ ამ დიდრებს თუ ხატაკს ხეულს. თუ ეს სიცხულად ჩაგეთვალო, მე დამდებრალი. მაშ ხნედიყავი, ჩვენ ეხლა ვეწავოთ მამაშენთან და იქ ხენით ვატარებთ დროსა. მაშ უხმებს ნახოთ, რომ ცხენები მომზადონ და ხეიმნებთან დაგოვლონ. იქ ფეხით მივოთ. ჩვენ მხოლოდ 7 საათი არის, სადღიშავს უკვე იქ ვმივოთ. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უკვე 2 საათი არის და ვახსნობაზე ადრე ჩვენი გვერდი. არჩა! სანამ ცხენოზე შევსებოდეთ, 7-იც გახდება. შენ მუდამ ჩემ წინახ დგომი ხარ. ჰეი, ნუ გასმოთ ცხენებს, არსად არ მივდივარ. და მაშინ წავალთ, როცა მე ვიტყვი. ამოაჟ ბატონ სულს და მომბდანოს თვითონ მზესაც კი. იჩქარე კატი ჩვენ ხომ მამაშენთან მიგვეშურება. შეღერა ნათლად და შუქჭარბად სიმციმებს მზე. ეს მზე კი არა, თუ არე არის. ახლა კომპანია. არა, მე ვამბობ რომ ეს მზე არის, მზე სხივნათელი. მე ვიცი რომ ეს მთვარე არის. დედა ჩემი შულს გეფიცები. ეს შვილი მე ვარ, რომ ეს მზე არის და არა მთვარე, არც ვარსკვლავები. თორემ დავჩები აქ და აღარსად აღარ წამოვალ. ყველაფერში სულ შენ სულ მე მიდგები წინ. დაუთმეთ. თორემ არ წამოვა. თქოთ რომ წავიდეთ. თუ ასეა, თუ მზე იყოს, თუ მთვარე უწოდეთ, თუ ვარსკვლავი, თუ ზეთის ჭრაქი. გეფიცებით რომ წინ გავდექ მე აღარ წავალ. და სწორედ ისე მოიქცევი როგორც ისურვებ. მე ვამბობ რომ ეს მზე არის. დიახ მზეა. არა შენს ტყუეს მთვარე არის, მთავარე. დიდება მთვარეს ეს ხომ მთვარე არის რა თქმა უნდა. თქვენ როგორც იტყვით, ყველაფერი ისე იქნება. მთვარე კარგი ქცევა მზედ. ანთა მზე ვარსკვლავად. თუ ასე შეიცვლით, ყველაფერი გამოიცნება და ის კანონად გახდება კატარინას. წინ პეტრუჩიო, ძალა უკვე მოგებულია. ახლა კი წავალ. გურთი მუდამ დაგამიგოროს რომ ის დავიდან ახლოს თავს ვერ აგორდება. მაგრამ მოიცე. ვინ არის ეს? დინოფილების უმამაზესო ქალბატონო. საიტის სწრაფი. შეხედეთ კატით მოდის მე ყოფილ გასეთი ტურფა და ლამაზი ქალის ნახველი. წვილი ვარსკვლავი ვერ კარგავენ სასისე, ვით წვილი თვალი მის სახის. აკოცე კატი მას ამ სილამაზისთვის. შენ შლიმაგ მოხუც.
დედაკაცად რომ სულ შერაცხო. შენ გაზაფხულის ნორჩო ყვავილო. საით მიდიხარ ან საცხოვრობ, რომელ ბაღს ამკობ? რა ნეტარი ამ ლამაზი ბავშვის აღმზრდელი და უფრო მეტად ბედნიერი იგი ვაჟკაცი, რომელსაც ამას თანამგზავრად არგუნებს ბედი. რა სამბობ? ეს ხო პერხვიტელი, გამხმარი ბერიკაცია და არა კალი როგორც შენ ამბობ. სათნო მოხუცო, გთხოვთ შეუნდო ჩემს დართვალებს. თუ არის ელვარებამ დამიბნელა მე მხედველობა და ირგვლივ ყველაფერი წლანად მეჩვენებოდა. ახლა კი ვხედავ, რომ თმა ჭაღარა მოხუცის ჩანხარ. გთხოვთ მომიტევოთ სულელური შეცდომა ჩემი. გთხოვთ მიუტევოთ და თავის შევატყობინებთ თუ საით გავდგეზით და თუ ჩვენ თანუგზავრი ხართ ჩვენ მოხალული ვიქნებით. თქვენთან ერთად გზავნებს. მე ვინჩენციოს მიწოდებენ. ქალაქ პიზიდან. ვარ პადუას. ჩემი შვილის სანახავდა. თქვენი შვილის სახელი? ვინჩენციო, ბატონო ჩემო. ვინჩენციო, მე მას ვიცნობ. ის ჩემი ცოლის დის ქმარი არის. წამოდით, მე მიგასწავლით მასთან გზას. შენ დამაყენე პეტრუჩიო ჭეშმარიტ გზაზე და ჩემი ცოლი პირველი თუ გამოდგება, მე შენგან უებარხერის გამოვიყენებ. che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita la prima sera. Che si mangia la zita la prima sera. E nu banare de bere galante, nu banare de bere galante, nu banare de bere galante, sembra la zita la tavola nanze. Nu banare de bere galante, sembra la zita la tavola nanze. Che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita alle 3 sere. Che si mangia la zita alle 3 sere. E 3 pesci che vanno nuotando e 2 lepre ben corrente. Nubanera de bere galante, nubanera de bere galante, nubanera de bere galante, sembra la zita la tavola. არა, ძვირფასო პეტრუჩიო, უნდა აღნიშნო, რომ შენ ყველაზე ჭირვეული ცოლი შეირთე. მე კი არ გეთანხმები და თუ გინდა დავწუნდეთ რომ შენ სულ. მოდი ყველა მოუხმოთ ჩვენს ცოლებს და ვისი ცოლის ყველაზე უფრო დამჯერდა გამგონი იქნება, ის მოიგებს სარძლოს, რომელსაც აქ დავთქვათ. და ესე იყოს, თანახმავა. სქვის ანაძრევ. 20 კრონი. 20 კრონი? მე მაგ თანხას მეძებრებისთვის ჩავდივარ ხოლმე. ჩემი ცოლისთვის კი 100 ჯერ მეც ჩავო. მაშ 100 იყოს. 100 იყოს. თანახმავა. ვინ დაიწყოს? მე. ბიონდელო. ახლა წადი და მოახსენ ჩემ მეუღლეს რომ აქ მოვიდეს. მივალ ბატონო. ქალბატონმა შემოგითვალათ ვერ მოვალო საქმე მაქვს ვარ მცალიაო. ვერ მოვალო, არ მცალიანო? რა ცუდი პასუხია. იმედი მაქვს მე უკეთეს პასუხს მივიღე. ბიანდელო. წადი და უთხარი ჩემს მეუღლეს რომ ის მოვიდეს აქ დაუყოვნებლი. ჩემი მეუღლე აღარ იქნა. შემოგითვალათ ვერ მოვალო საქმე მაქვსო თუ სურს თვითონ მოვიდესო. ვერ მოვალო, საქმე მაქვსო? კვლავ უარესი პასუხია. ეს რა სამარცხვინოა. ჰეი, ბიანდელო, მოდი. წადი ჩემ ცოლთან აუთხენ რომ მოვიდეს და მე ამას ვუბრძანებ. მე ვიცი რასაც გიპასუხებ. რას? არ მოვალო. მაშ, კარგად ყოფილა ჩემი საქმე. მაშინ რა გაეწყობა? შენ მოაჯულე ჭირვეული. მე იმიგმართებ. დიახ. Che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita la prima sera. Che si mangia la zita la prima sera. E non banare de bere galante, non banare de bere galante.
la zita la tavola nanza. Che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita alle 3 sera. Che si mangia la zita alle 3 sera. E 3 pesci che vanno nuotando e 2 correndo rende. Nubanera de regalando, nubanera de regalando, nubanera de regalando, sopra la zita la tavola nanza. Che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita alle 5 sera. Che si mangia la zita alle 5 sera. Ragione, cannellone, quattro colombe che vanno volando, e 3 pesci che vanno nuotando, e 2 rapporto grande, nubanera deve regalando, nubanera deve regalando, sembra la zita la tavola nanza. Che si mangia la zita, che si mangia la zita, che si mangia la zita alle 7 sera. Che si mangia la zita alle 7 sera. 7 vacche ben cresciute, rosse che pure arrosto, ci pigliate maccherone, le braciole, cannellone, 4 colombe che vanno volando, e 3 pesci che vanno nuotando, e 2 le ben corrente, nubanera deve regalando, nubanera deve regalando, sempre la zita la tavola nanza.